გამარჯობა სოფო მასწავლებელს მივესალმე მარიამს ულამაზეს მარიამს მივესალმები ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა გამარჯობა აი ზუსტად ამ კადრის მოველოდი ბატონ რატი ეხლა მე ჩემთვის არის ეს ბედნიერება როცა ვხედავ აუდიტორიას სკოლიდან მართალია ბავშვები ამ დროისთვის უკვე ფაქტიურად ძალიან დატვირთულები არიან და გაგვიჭირდა რომ ეს შემადგენლობა ყოლოდა თუმცა ვფიქრობ რომ ძალიან კარგი საწყისია და ეს თუ სურვილი იქნება და შესაძლებლობა შეიძლება ეს რაღაც ტრადიციად იქცეს შეხვედრა მსგავსი შეხვედრა სულ ცოტა ხნით დაველოდოთ რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა მოგწერა რომ აი სულ ცოტა დაგვაგვიანდება და 5 წუთი თუ დაგველოდებით მადლიერები ვიქნებითო ამიტომ დიდი ბოდიშის მოხდით სულ ცოტა ხნით დაველოდოთ და დავიწყებთ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შეხვედრა ყველამ ვიცით ხვდებით ენაგრამის შემადგენლობას სრულს რა თქმა უნდა შეუძლებელია შევხვდეთ იმიტომ რომ როგორც ბატონმა რატიმ გითხრა წინა შეხვედრაზე შემადგენლობა საკმაოდ ვრცელია დიდია და შესაბამისად დღეს ხვდებით ბატონ რატის დამფუძნებელს ასევე როგორც მე ვიცი ბატონ რატი თავად ბატონ რატი რა თქმა უნდა გვეტყვის ამის შესახებ მე ვიცი რომ ჩვენთან ერთად იქნება ბატონ ლევანიც თუ ვცდები დიახ ბატონ ლევანიც ძალიან მიხარია ასევე კოტეს ველოდებით და მარიამს ხედავთ გაგვილამაზა შეხვედრა მადლობა მადლობა ასევე მინდა მივესალმო რეგიონის მასწავლებლებს მათ შორის გვერდთვებიან სამეგრელოდან გვერდთვება ტექნიკური უნივერსიტეტი ასევე გვერდთვება თბილისის აი ზუსტად რომ არ შემეშალოს ვერ დავასახელებ სკოლებს მაგრამ ცხადია ჩვენ შევპირდით თითოეულ მოსწავლეს თითოეულ პედაგოგს თუ ლექტორს ასევე სტუდენტებს რომ ჩვენგან ასე ვთქვათ ენაგრამის გუნდისგან დამფუძნებლებისგან ხელმოწერილი სერტიფიკატები ექნებათ მათ ამ პროცესში მონაწილეობის დამადასტურებელი რაც მათთვის მე ზუსტად ვიცი ბატონ რატი რომ არის ძალიან დიდი საჩუქარი და ესეც მახარებს რომ ასე აღიქვამენ ენაგრამის შრომას ძალიან დიდი მადლობა. წარდგენისთვის და დაველოდოთ ხო კიდე თუ როცა მეტყვი დავიწყოთ. აი რაღაც დამიწუთ დაველოდოთ და შეგვიძლია დავიწყოთ. პატარა ესე იგი განმარტებასაც გავაკეთებ ბატონათი გამარჯობა კოტე ძალიან მიხარია რომ ისე შეგაწუხეთ მაგრამ დღეს გვაქვს იმედი რომ მოგისმენთ ბატონათი დაგვირდა რომ კოტე მე დავცილებად და ასევე მოусმენთ ბატონ ლევანს ცხადია ბატონ რატის მოусმენთ და ამის დიდი მოლოდინი და სურვილი გვაქვს და მოусმენთ მარიამს მე მინდა მოსწავლეებსაც ვთხოვო აქტიურობა იმიტომ რომ ენაგრამის გუნდთან შეხვედრა ეს არის დიდი სიხარული და დიდი შესაძლებლობა ცხადია ის გამოცდილება რომელიც ამ ძვირფას ადამიანებს აქვთ ნიშნულოვანია თქვენთვის ნებისმიერი შეკითხვა ალბათ სასურველი იქნება მოვისმინოთ თქვენგან და რატომღაც მწერენ რომ ვერ შემოდიან და არ ვიცი რა არის მიზეზი 1 წუთით თუ შეიძლება უპასუხებ
ბატონრატი კახეთიდან ველოდებით ჩართვას ბავშვები არიან შეკრებილები და როგორც წერის მასწავლებელი რატომაც ვერ ახერხებს შემოსვლას, ასევე ჯავახეთიდან მოგწერეს რომ შუქი გამოირთო, მაგრამ ტელეფონით შემოვათ, მოვახერხებთო, როცა ესე დისტანციური შეხვედრა, ცხადია ესეთი რამ შეიძლება მოულოდნელები მოხდეს და წინასწარ ვიხდი ბოდიშს. შეგვიძლია მაშინ დავიწყოთ, ვინც მოახერხებს შემოსვლას და ვინც არიან კიდევ ერთხელ მივესალმებით. ისე გვწერენ, უბრალოდ ძალიან მინდა ეს განმარტო ასევე, რომ ერთი აკაუნტით არიან შემოსულები თავად ორგანიზაციის წარმომადგენლები, თუმცა ვიცით, რომ ესწრებიან როგორც სტუდენტები, ასევე მოსწავლეები, სხვადასხვა კლასის, მათ შორის მაღალკლასელები. ქალბატონთია, მოგესალმებით. ვანის რაიონის სკოლა. პირველად დავართ ახლა ამ შემადგენლობით, როგორც ვერ მოვახერხეთ, აი ბავშვები არიან, მაგრამ აი მობილიზებული აქ კომპიუტერებს, ერთი კომპიუტერით ავართ და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, რასაც იღებთ და მუდმივად გვინდა თქვენ ვერდით ვიყოთ და ნახოთ. მოვედით ძალიან ბევრს. მადლობა თქვენ ასეთი კარგი საქმის დაწყებისათვის და მადლობა თქვენს მოწვეულ სტუმრებს. მადლობა ჩვენ მოწვეულ რომ არა მათი ჩვენ ვერ შევძლებდით ასეთ შეხვედრებს, ამიტომ წინასწარ ეხლა ზორეთ ამაზე მინდოდა მესაუბრა, რომ ენაგრამის არის ერთ-ერთი ის შემადგენლობა, ასე ვთქვათ, თუ ერთადერთი არა, რომელიც ყოველთვის ასე ვთქვათ თანახმაა, რომ ასეთ ინტერაქციულ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ დრო საკმაოდ ცოტაა, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს ეს ადამიანები, მაგრამ არასდროს უარს არ ამბობენ ასეთ ინტერაქციულ შეხვედრებზე. ამისთვის უღმესი მადლობა კვლავ და კვლავ. დღევანდელი შეხვედრა იქნება დაუჭირეთ მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის. ენაგრამი არის ერთ-ერთი ქართული წარმოების უნიკალური პლატფორმა, სადაც შეგვიძლია 45 ენაზე მე თუ ვცდები, ცხადია ჩამისწორებ შემდგომ წარდგენლები, შეგვიძლია როგორც თარგმანი, ასევე შეგვიძლია გრამატიკული შეცდომების გასწორება, ვთქვათ, ანუ სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა აქვს, მრავალმხრივი ინტეგრირებული პროგრამაა, ჩვენ ვიცნობთ უკვე ამ პროგრამას და მე ვიცი პედაგოგებისაგან, რომ უკვე ასე ვთქვათ, გაშვებისთანავე, როგორც კი გაეშვა ენაგრამი, ასე ვთქვათ, წარმოებაში და ტესტირების რეჟიმში, მაშინვე აქტიურად ერთ-ერთი პირველები იყვნენ პედაგოგები, ვინც სცადეს თავიანთ საგაკვეთილო პროცესში გამოეყენებინათ ენაგრამის პლატფორმა. აი, სწორედ მე ახლა ვხედავ კადრში სოფო მასწავლებელს სამეგრელოდან, რომელიც აი ზუსტად ვიცი და არ ვცდები, რომ ერთ-ერთი პირველი იყო თავის მოსწავლეებთან ერთად, ვინც ენაგრამი გამოსცადა, ასე ვთქვათ, და მე მახსოვს ბატონრატისთან ერთად ქონდა შეხვედრა და რაზმიკთან ერთად, სადაც ზუგდიდში ვიყავით და აი სოფოს მოსწავლემის შეკითხვა დასვა, რომელიც ბატონრატის მოაგონებდა, ასე ვთქვათ, თავის ახალგაზრდობას, ძალიან კარგი პასუხი ვისმინეთ ბატონრატისგან. მართლა ჩემთვის დაუვიწყარი და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი იყო. და ეს შეკითხვა სხვათა შორის შემდეგ მეც ძალიან დამაფიქრა სოფო მასწავლებლის მოსწავლის. მე მინდა ვიკითხო დღეს გვესწრება თუ არა სახელი ნიკოლოზი მახსოვს, მე თუ არ ვცდები, მაშინ ნიკოლოზი გვესწრებოდა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვა. სოფო მასწავლებელს შეუძლია თავის მიკროფონი გააგრძელოს და გვითხრას თავის შემადგენლობის შესახებ, ვინ გვესწრება, საიდან და რა მოლოდინი გაქვთ. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენთან ხელახლა შეხვედრა, ოღონდ ახლა ვირტუალურად. რაც შეეხება თეაშენს კითხვას, ნიკოლოზი ამ შეხვედრას არ ესწრება. ჩვენ დღეს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ლაბორატორიიდან გერთვებით და რაოდენობრივად საკმაოდ ბევრი ვართ, ოღონდ კარგად არ ჩანს. ნიკოლოზი სხვა სკოლის მოსწავლეა, მაგრამ აქტიურად ვიყენებთ ენაგრამის პლატფორმას და ასევე სხვა პლატფორმებსაც აქტიურად ვამუშავებთ. უღმესი მადლობა ნიკოლოზ მოკითხვა ჩვენგან და ასევე მივესალმებით თქვენს მოსწავლეებს. მე მინდა მიმართო თამარს ძალიან გთხოვთ, რომ ჩართოთ მიკროფონი, ხედავთ ეს ლამაზ უძვირფასეს მოსწავლეებს თბილისის თბილისის 171 საჯარო სკოლიდან გერთვებით. 10 მოსწავლე არის ჩვენ შემადგენლობაში, სამწუხაროდ ბევრი არ ვართ, იმიტომ რომ დღეს დასრულებული არის სწავლა და
მეორე სკოლა შემოდის ხოლმე და კოლექტივური წასვლები არიან და ეს მოსწავლეები დარჩნენ დღევანდელ შეხვედრას და უგმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა ყველას. Პირიქით თქვენ ჩართვის თამარს მინდა ვკითხოთ და მის აი ინსტრებით შეგვიძლიათ გითხრათ ენაგრამზე. ვიცი რომ გამოყენებული გექნებათ ეს პლატფორმა, როგორ მოგწოთ თუ არა და რა შემთხვევაში ენაგრამს უიყენებთ. კი ქართული ტექსტების შესწორებისთვის გამომიყენებია პირადად ჩემს მოსწავლეებს და ვფიქრობ რომ ახლა კიდევ ვნახავთ ახალ შესაძლებლობებს, რასაც არ ვიცნობ და ველოდებით დღევანდელ შეხვედრას. მაშინ დავიწყოთ. ბატონ რატი გისმენთ თქვენ და თქვენს გუნდს მესი მადლობა. მე ვერ ხედავ კარგად კიდევ გვერდთვებიან სხვადასხვა სკოლებიდან, რაიონებიდან, თბილისიდან, არ მინდა რომ შემეშალოს დასახელება ან სახელწოდება, ამიტომ მოვერიდები, თუმცა ბოლოს ჩვენ გვექნება ინტერაქციის საშუალება, ბავშვებთან გასაუბრების საშუალება, ასევე სტუდენტებთანაც და მოუთმელად ველოდებით ენაგრამის წარდგენას. ქალბატონო თია ჩვენ შემოგიერთდით მეცნიერებათა სკოლიდან სინათლე არ ქონდა და მოგვივიდა სინათლე უკვე. მოგესალმებით მთელ გუნდს, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ჩვენი მოსწავლეებიც აქ არიან. აი დავინახეთ. ძალიან ისე მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მაშინ ენაგრამის გუნდის წარდგენა. და ახლა ბავშვებს მოვისმინოთ. მადლობა. ზუსტად დენი რომ გაითიშოს. ჩანაწერი კეთდება თუ არა რომ შეგვეძლოს მოსმენა. ქალბატონ ზეინებ, გამარჯობა, რა თქმა უნდა. კეთდება ჩანაწერი აუცილებლად გამოვაქვეყნებთ თუ ენაგრამის გუნდი, რა თქმა უნდა დაგვეთანხმება და ვფიქრობ რომ მივიღებთ და აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. და ინტერნეტის პრობლემა გვაქვს და რა ვიცი რა დაემართა დღეს არ ვიცი სილქნეც რამოდენიმეჯერ გაითიშა და არ განიცადოთ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ჩანაწერსაც. ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ერთად მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა ბრძანდებით და გვისმენთ. ბატონ რატი ძალიან დიდი მადლობა თეა, შენ ძალიან დიდი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი აუდიტორიის შეკრებისთვის შემიძლია გულწრფელად გითხრათ ასეთი ძვირფასი აუდიტორიის წინაშე ჯერ არ გამოსულა. ყველას მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ამდენ ბავშვს ხედავ და ამდენი ბავშვი არის დაინტერესებული ჩვენი საქმიანობით და ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის და თეატ და ყველა მასწავლებლებს და ყველა სკოლას ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დღეს გვინდა რომ წინა ვებინარებისგან განსხვავებით უფრო ინტერაქციული იყოს ჩვენი შეხვედრა. ასე თქვა, ორქრივი კავშირი უფრო მეტი იყოს ვიდრე წინა შეხვედრების დროს. ამიტომ ესეთი გეგმა გვაქვს, რომ მე დავიწყებ ენაგრამის წარდგენას. ვისაც პირველი შეხება აქვს, რომ წარმოდგენა გქონდეს სულ რამოდენიმე სლაიდით გაგაცნობთ. შემდეგ გადავცემ ლევანს სიტყვას. ლევანი არის ჩვენი ტექნიკური დირექტორი და ეს პროდუქტები რასაც უყურებთ ტექნიკურად და არა მარტო ტექნიკურად, იდეურადაც უდიდესი ნაწილი არის უშუალოდ ლევანის მიერ შექმნილი და თუ რამე კითხვი გექნებათ, ყველაზე კომპეტენტური ადამიანი არის ლევანი და ლევანი არის ადამიანი, ვისაც შეუძლია მომენტალურად გაასწოროს მთელი სისტემა და გააუმჯობესოს თქვენს თვალწინ თუ რამე სურვილი გექნებათ. ასევე მინდა წარგიდგინოთ კოტე ლომიძე. კოტე წარმოადგენს ჩვენს ენათმეცნიერთა გუნდს, რომელმაც წლების მანძილზე ძალიან დიდი შრომა ჩადეს და კოტე არ არის შემთხვევით აქ წარმოდგენილი. კოტე აკეთებდა ყველაზე რთულ ნაწილებს ენის მოდელის და გვექნება ამაზე საუბარი. რამდენად რთული მოდელი ავაკეთ და ეს თავისთავად ძალიან საინტერესო თემა.
მაგრამ მინდა რომ არ მოვწყდეთ ამ პრაქტიკულ ნაწილს და ეს ბოლოსთვის მოვიტოვოთ და ასევე ყავს აქ მარიამი, რომელიც არის მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი, რომლის დამსახურებაც არის ეს ღონისძიებების ჩატარება კოორდინაციით თეასთან და დიდი მოაწილე და წვლილი მიუძღვის ენაგრამის პოპულარიზაციაში. მე მომეცით ახლა გაზიარების უფლება და ვეცდები რომ მაქსიმალურად ეფექტურად ჩვენი გუნდი ეცემება რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის დრო რაც გვაქვს. ჯერ არ მაქვს გაზიარების უფლება, როგორც კი მომცემთ, მაშინვე დავიწყებ. აჰა, არის. კი ბატონო. დიახ. ხედავთ ჩემს ეკრანს? დიახ, კარგად ხედავთ ბატონო. კი. ხო, მე მოკლედ ვიტყვი ენაგრამის შესახებ. ჩვენ ვართ ენაგრამი საერთოდ არის ენოგრივი ტექნოლოგიების პლატფორმა, თვითონ კომპანიას ქვია მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, მაგრამ ეს პროდუქტი, ენოგრივი პროდუქტების არის ენაგრამის ბრენდის ქვეშ და ენაგრამ AI არის ჩვენი მისამართი. ჩვენ ვართ ხელოვნური ინტელექტის კომპანია, თუმცა ამ ენოგრივ პროდუქტებს ვაკეთებთ უკვე 20 წელზე მეტია. დავიწყეთ მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ასეთი პოპულარული არ იყო და არ იყო ისეთი ძლიერი მოდელები შექმნილი, როგორც უკვე დღეს არის. 20 წლის წინ მე და ლევანი მუშაობდით პირველ ქართულ მართლწერზე, რომელიც 2007 წელს გავაკეთეთ, 2006 წელს გავუსვით ენაჯი, შეიძლება იცით ამის შესახებ და იმიდან მოყოლებული თანამშრომლობთ ამ ენოგრივი პროდუქტების შექმნაზე. სხვადასხვა პროგრამისტებთან ერთად, ლინგვისტებთან ერთად გზა გვაქვს გამოვლილი. ჩვენი აქცენტი არის ძირითადად მწირრესურსიანი ენები. მწირრესურსიანი მინდა განმარტო, რომ არ ნიშნავს, რომ ენაზე არის ლიტერატურული ნაწარმოებების ნაკლებობა, ან არ არის სამწიგნობრო ენა, არა მწირრესურსიანი. როცა ვამბობთ, ეს არის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გამოყენებული ტერმინი ენების დასახასიათებლად, რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტ სივრცეში ეს ენა არის მოკრძალებულად წარმოდგენილი. ანუ ქართული ენა რო ავიღოთ, თქვათ ინტერნეტში მისი წილი არის 0.007 რაღაცა პროცენტი იყო მთელ ციფრულ რესურსებში. რაც ასაკვირველია, მიზერულია. ამას გულისხმობს სწორედ მწირრესურსიანი ენის სტატუსი. აბსოლუტური უმრავლესობა ენების არის მწირრესურსიანი, ითვლება, რომ დაახლოებით 20 ენაა ისეთი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტში ამ ენაზე საკმარისი რესურსია. დანარჩენები გადის მეტნაკლებად მწირრესურსიანი ენების კატეგორიაში. კი ბატონო, აქცენტი გვაქვს სწორედ ასეთ ენებზე, ვისაც აქვს საფრთხე ამ გლობალიზაციის პირობებში და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში შეიძლება შექმნათ საფრთხე რამდენიმე ათწლეულში და ეს ძალიან დიდი თემა თუ დაგხვდეთ, რომ აუცილებლად მოგიყვებით რა საფრთხეები ემუქრება ენას და ჩვენი ერთ-ერთი მისია არის, რომ სწორედ ასეთი ენების შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. პირველ რიგში რასაკვირველია ქართულზე, მაგრამ არა მარტო ქართულზე. ამას მინდა ხაზი გაუსვა და მერე მოგიყვებით კიდევ სხვა ენებზე რას ვაკეთებთ. კი ბატონო, ახლა ენაგრამის გზა რო გავიაროთ, ეს ბოლო წლებში ჩვენ ვართ აღიარებული და სერტიფიცირებული Microsoft-ისგან, Google-ისგან, რაც გულისხმობს, რომ
ჩვენი პროდუქტების დეტალური შემოწმება მოხდა, მისი ხარისხის, უსაფრთხოების და ასე შემდეგ და მათ განათავსეს ჩვენი პროდუქტები თავიანთ პლატფორმებზე, Google Play Store-ზე და Microsoft Store-ზე. ინტეგრირებულია Google Docs-თან მოგვცეს ამის უფლება, Facebook-თან გვაქვს კარგი ურთიერთობა და მათაც მოგვცეს რაღაც განსაკუთრებული სტატუსი და ინსტრუმენტები შესაბამისად. და ასე შემდეგ აღარ წავალ ამ სიღრმეებში. არის Nvidia, ალბათ ბავშვებმა იციან, ეს არის ვიდეო ბარათების უდიდესი მწარმოებელი კომპანია და სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს ამ ხელოვნური ინტელექტის ფიზიკურ, ანუ სერვერულ და გამოთვლით რესურსების მხარეს და ვართ მათი სტარტაპი და გვეხმარებიან ძალიან ბევრი მიმართულებით. ასევე Amazon-ზე, Amazon-თან თანამშრომლობთ, მათთან არის განთავსებული ჩვენი ბევრი პროდუქტი და ძალიან დიდი გზა გვაქვს კიდე სერტიფიცირების გავლილი, რომ ჩვენთან მოხმარებლების მონაცემები არის მაქსიმალურად დაცული. ყველანაირად გულისხმობდა ინფრასტრუქტურულად, შიდა პოლიტიკების და ასე შემდეგ. იმ დონეზეა დაცული, რომ ბანკებიც კი გადმოგვცემენ თავიანთი მოხმარებლების შესახებ ფინანსურ ინფორმაციას. ეს იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი და აღიარება იმისა, რომ ჩვენ ძალიან სანდო კომპანია ვართ. კი ბატონო, ხა 4 ძირითად პროდუქტზე გვექნება დღეს საუბარი, ეს არის მართლწერი, ამლაპარაკებელი და საუბარწერი და PDF კონვერტორი. კიდევ გვაქვს სხვა პროდუქტები, მაგრამ დღეს ნამდვილად ვერ მოვახერხებთ მეტზე საუბარს. ეხლა მინდა გადავწე სიტყვა ლევანს, რომ უკვე პრაქტიკულად ნახოთ ამ პროდუქტების გამოყენება და შემდეგ შევავსებთ ამ თეორიული ნაწილს. კი ბატონო, ლევან შეგიძლია გვაჩვენო პროდუქტები. ბატონო, ისმის ჩემი ხმა? მე მისმის, მაგრამ კი ბატონო. მოგესალმებით. მადლობა დაინტერესებისთვის. მე გავაზიარებ მაშინ ეკრანს და დავიწყოთ. ჩანს ჩემი ეკრანი? კი რა. ჩანს? ეხლა ჩანს? არა. არა ჩანს. ერთი წამი თავი შევიზიარო. ჩანს ხო? კი. კი ბატონო, დავიწყოთ. მაშინ ეს არის ჩვენი ვებსაიტის ძირითადი ნაწილი. აქ ესე იგი პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ავტორიზებულებმა, ისე ავტორიზაციის გარეშე. ავტორიზაციის გარეშე გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არის რაღაც პატარა შეზღუდვები, რომელსაც განხილვის პროცესში გეტყვით. Ну, დავიწყოთ მართლწერით. მართლწერი არის ყველაზე ესეთი პოპულარული და ყველაზე ცნობილი პროდუქტი, რომელიც გამოყენებაც ცხადია საჭიროება და ყოველდღიური მოხმარების სიხშირე. მაგალითისთვის, ეხლა ჩვენ აქ გვაქვს დემონსტრაციას გავაკეთებთ ქართულისთვის, თუმცა გვაქვს როგორც აღნიშნეს ბევრი სხვა ენა, მაგრამ შევამოწმოთ. ბატონ ლევან, შეიძლება რომ მული ვთქვათ, ჩავაგდოთ ენაგრამის და ბავშვებიც გააკეთებენ თქვენთან ერთად. კი, ეხლავე. ჩაგდე? კი ბატონო. ხო, აქ ძალიან მარტივია ამის გამოყენება. ჯერ ვიტყვი როგორ გამოიყენება თვითონ ჩვენ პლატფორმაზე და მე გვაქვს ასევე ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დამატებები, ჩანართები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სხვა გვერდებზე, მაგალითად Facebook-ზე ან Gmail-ზე, ისე სხვა აპლიკაციებში, მაგალითად Word-ში ან Google Docs-ში.
ну ჯერ დავიწყოთ ჩვენ პლატფორმაზე. ორი რეჟიმია, ასე ვთქვათ, გამოყენების ტექსტის. ერთი არის ფორმატის შენარჩუნებით და შენმარჩუნების გარეშე. ფორმატის შენარჩუნებით ნიშნავს, რომ თუ დავუშვათ გასტილულ ტექსტს, ასე ვთქვათ, გასტილულ ტექსტს ავიღებთ და დავაკოპირებთ, ინარჩუნებს ამ ფორმატს და ხოლო თუ გვინდა რომ მოვაცილოთ ეს ფორმატი, ან არ გჭირდება საჭიროა რომ მოვაცილოთ, რომ ჩავაგდებთ, თუ მოხსნილია ფორმატირების შენარჩუნება, მოხსნის ამ ფორმატს და ჩვეულებრივ ტექსტად დაგიწერთ. შემოწმება, ну ჩვეულებრივ ვაჭერთ შემოწმებას და გახაზავს იმ სიტყვებს, რომლებიც არის შეცდომით. თითოეულ სიტყვაზე დაჭერით მარჯვენა მხარეს გამოდის სიტყვა და მისი სწორი შემოთავაზებები. შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, ან მეორე ვარიანტია გამოვტოვოთ, თუ ვთვლით, რომ არასწორი შემოთავაზება იყო და ასევე მესამე ვარიანტი არის დავამატოთ ლექსიკონში, თუ ეს არის სპეციფიური სიტყვა, რომელიც წესით არც უნდა ეცნოდა რაღაც ტერმინია ჩვენ საქმიანობაში გამოყენებული, ან რაღაც ისეთი სიტყვა, რომელიც სპეციფიურია ჩვენთვის, შეგვიძლია ჩვენ პირად ლექსიკონში დავამატოთ. ოღონდ აი აქ შემოდის, თუ გვინდა რომ დავამატოთ, აუცილებელია ვიყოთ ავტორიზებული ამ შემთხვევაში. მე მაშინ შევალ სისტემაში, ხო, რეგისტრაციას ვიტყვი, მაგრამ თუ არ ხართ რეგისტრირებული, შეგიძლიათ Gmail-ით, Facebook-ით და Microsoft-ით გაიაროთ რეგისტრაცია, ან უბრალოდ დარეგისტრირდეთ მარტო ჩვენ სისტემაში თქვენი ახალი რამე იუზერით. ეხლა უბრალოდ შევალ მე სისტემაში, რომ ლექსიკონში დამატება დემონსტრაცია გავაკეთოთ. მაგალითად, დავამატოთ ლექსიკონში, მოხსნა გახაზვა, ან ჩათვალა რომ სწორია და ყოველ შემდეგ ტექსტში, სადაც შეგვხვდება ეს სიტყვა, უკვე აღარ გახაზავს, რადგან გვაქვს ჩვენ პირად ლექსიკონში. პირადი ლექსიკონი, რომ დავათვალიეროთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, ჩვენი იუზერიდან პროფილზე შეგვიძლია გადავიდეთ და პროფილში გვაქვს ჩანართი ლექსიკონი. სადაც არის იქნება ეს ჩვენი დამატებული სიტყვა, სადაც აქედანაც შეგვიძლია სხვა სიტყვები დავამატოთ, ან წავშალოთ, თუ რამე შემთხვევით ან არასწორად დავამატეთ. პროფილში კიდე გვაქვს აქ ზოგადი ინფორმაცია, რაც არის ჩვენი სახელი, იუზერი, პაროლი, ინტერფეისის ენა, ლექსიკონზე ვთქვით და ასევე რა კვოტები გვაქვს დარჩენილი გამოყენების რესურსი. ამჟამად ეს რესურსი რაღაც პირობითად რაღაც რაოდენობა განსაზღვრული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იუზერებს ამ ეტაპზე, რადგან სატესტო რეჟიმში ვართ, უმატებთ საჭიროებისამებრ რესურსს და კვოტებს. ხა დავუბრუნდეთ. ეს რაც შეეხება მართლმწერს. ეხლა მართლმწერი ჩვენ გვაქვს კიდე აღარა მარტო ამ პლატფორმაზე, არამედ უფრო კომფორტული შეიძლება იყოს გამოიყენოთ ბრაუზერში, როგორც extension-ის სახით, Word-ში, როგორც დამატების სახით, Google Docs-ში და Edge-ში, როგორც ასევე extension-ის სახით. ნუ ყველაზე პოპულარული ამ შემთხვევაში ჩვენთან არის Google Chrome-ი. ამიტომ ეხლა მე არ მიყენია და გავაკეთებ დემონსტრაციას როგორ უნდა დავაკეთოთ. აქვე არის ლინკი, დავაჭერთ დავამატე Chrome-შის. გადაგვიყვანს იმ გვერდზე, საიდანაც extension-ების Chrome-ის extension-ების გვერდზე, საიდანაც შეგვიძლია რომ დავამატოთ. აქ პირდაპირ ერთი ღილაკის დაჭერით add Chrome-ით. ვეტყვით add extension. და ჩასვა ჩვენთან. უბრალოდ მივამაგრებ. ეს ჩანართი მალწერის შეიძლება გამოვიყენოთ ამჟამად მუშაობს Facebook-ზე და Gmail-ზე. თუმცა ალბათ სხვა ვებგვერდებსაც დავამატებთ, სადაც სხვა ტექსტური რედაქტორებია. შეგვიძლია ეს ჩანართი გამოვიყენოთ რეგისტრაციის გარეშე ან რეგისტრაციით. აქ განსხვავება იგივეა. თუ რეგისტრირებულები ვართ, შეგვიძლია ლექსიკონი პირადი გამოვიყენოთ, თუ არ ვართ რეგისტრირებული, მაშინ უბრალოდ ლექსიკონის გარეშე გამოვიყენოთ. მაგალითისთვის როგორ გამოიყენება? აქ უბრალოდ გვაჩვენებს, აქ ენის შერჩევაც შეიძლება, გვაჩვენებს რა პაკეტია, ნუ ჩვენ სატესტო რეჟიმში ყველასთვის პრემიუმი გვაქვს. და ხო, აქ კიდე გვაქვს ავტომატური შემოწმება და ღილაკით შემოწმება, ავტომატური შემოწმებაა, რომ როცა ავკრეფავთ
რაღაც ტექსტს აკროფისთანავე უსვავს ხაზს თუ არასწორია. თუ დავაჭერთ გახაზულ სიტყვას, ეგრევე გამოდის შემოთავაზებები, აქაც იგივე პრინციპია ზუსტად, დავამატე ლექსიკონში თუ რეგისტრირებული ვართ, შეგვიძლია დავამატოთ პირად ლექსიკონში, ან ჩავანაცვლოთ სიტყვით, რომელიც გვაინტერესებს, ან გამოვტოვოთ. ხო, აქ კიდე რაც დამავიწყდა მე თქვა პლატფორმის შემთხვევაში, თუ ყველა შემოთავაზება არის არასწორი, საშუალება არის, რომ არასწორ შემოთავაზება დავაფიქსიროთ ჩვენთვის, დააფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ არის რაღაც გამოსასწორებელი ხარვეზი და კონკრეტულ სიტყვაზე არ არის სწორი შემოთავაზება. და ჩვენ მოგვივა ეს შეტყობინება და შევეცდებით გავაუმჯობესოთ ამის მიხედვით. ასე რომ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში თანამონაწილეობა მიიღოთ პროდუქტის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, ამ ჩანართისა ჩვენ გვაქვს კიდე Word-ში დამატების საშუალება, თუ დააჭერთ და გადახვალთ, აქ არის დამატების ინსტრუქცია. როგორ უნდა დავამატოთ, ეხლა მე პრაქტიკულადაც გავაკეთებ ამას. თუმცა ერთი რაღაც უნდა ითქვას, რომ Word-ის სხვადასხვა ვერსიებში შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი დამატების პროცესი. ამ შემთხვევაში აქ არის 2019 ან Office 365-ის ვერსია, სადაც Edin-ის დამატება ხდება Home ტაბიდან, თუმცა ზოგიერთ ვერსიაში დამატება ხდება Insert-იდან. ასევე უნდა ითქვას, რომ 2016 და უფრო ქვემოთ Office-ში დამატება ვერ ხდება, იმიტომ რომ მხარდაჭერა არ აქვს. ეხლა აქ მე მიყენია, მაგრამ გაჩვენებთ როგორ უნდა დავაყენოთ. აი Home tab-ზე არის Edin-ი, Edin-ზე რო შეხვალთ, შემდეგ არის Get Add-ins და გაგვიხსნის Microsoft Stores. Microsoft Stores-ში უბრალოდ ავკრათ Enagrams და ეტყვით Ads და დაგიმატებთ Word-ში. Word-ში ჩანართისგან განსხვავებით აუცილებელია დალოგინება იმისთვის, რომ გამოვიყენოთ. აქაც დალოგინები. აქაც გვაქვს ენის შესწევის საშუალება, ჩვენ ამ შემთხვევაში ქართულზე გავაკეთებ და ზუსტად ანალოგიურად უბრალოდ გააყვითლებს აქ და შემოგთავაზებს ვარიანტებს. აქაც იგივე ოპერაციებია, ლექსიკონ ჩანაცვლება, ლექსიკონში დამატება, პირად ლექსიკონში გამოტოვება და არასწორი შემოთავაზება თუ ჩვენ დავინახეთ, რომ შემოთავაზება ყველა შემოთავაზება არასწორი იყო კონკრეტულ სიტყვაზე. ლექსიკონის აქ არის ლექსიკონზე გადასვლა, აქედანაც შეგვიძლია დავამატოთ, ანუ ნახოთ რეები პირად ლექსიკონში და ნუ წავშალოთ ასე შემდეგ. კიდე აი ერთი შეკითხვა აქვე რომ დავსვათ და ბავშვებსაც რომ მიმართ შეიძლება აი პირად ლექსიკონს რა უპირატესობა აქვს თქვათ და აი რაში შეგვიძლია მე კი ხვდები მაგრამ მინდა რომ ეს კითხვა დავსვა რომ აი ალბათ აპირებდით და მე მაინც ამაზე საუბარს კი ბატონო ანუ სიტყვა რომელიც ჩვენი საქმიანობისთვის არის სპეციფიური ან ჩვენთვის უბრალოდ არის სპეციფიური რომელიც ზოგად ლექსიკონებში არ არის ცნობილი როგორც სწორი სიტყვა ან ტერმინი ან სახელია თუ გინდათ რომელიც არ არის პოპულარული სახელი რომელიც ლექსიკონებში არის და არ გვინდა რომ შეგვაწუხოს ყოველ ჯერზე შემოწმებისას იმის გახაზვით პირად ლექსიკონში თუ დავამატებთ უკვე არც ერთ ჩვენ ტექსტში რომელსაც ჩვენთან ინსტალირებული ენაგრამის ინსტრუმენტით ვასწორებთ აღარ გაგვიხაზავს იმიტომ რომ დავამატე აი მაგალითისთვის ეხლა მე ეს რო დაემშვიდობე რომ დავამატო უკვე აქ დავამატე დაეშვიდობე დავამატე მიუხედავად იმისა რომ არასწორი უბრალოდ დემონსტრაციისთვის და შესწორება კიდევ ერთხელ გავაკეთე აღარ გამიყვითხლა ანუ ჩათვალა რომ სწორია ესე შეიძლება გააკეთოთ ნებისმიერი სიტყვა რომელიც თქვენთვის სპეციფიური ან თქვენი საქმიანობისთვის სპეციფიური რო აღარ შეგაწუხოთ შეიძლება ერთი კითხვას დაგისვათ ბოდიშს მოგიხდით რა თქმა უნდა
ამისი დამატება თუ შეიძლება სკოლაში რომ კომპიუტერი აქვთ ბავშვებს IT-ის დახმარების გარეშე. რომელი რა და კიდევ ერთხელ სკოლაში ხო არა სკოლის კომპიუტერები ხო არის და არის მაგალითად პროგრამები რაღაცის რომ ვერ ვამატებთ IT-ის ანუ IT უნდა გამოვიძახოთ და იმის დახმარებით უნდა მოვახდინოთ ამისი ნუ რაღაცა ახლის ჩამატება. ესეთი ბრაუზერში არ უნდა მოგცეთ პრობლემა, აი რაც შეეხება Chrome-ში extension-ის დამატებას. ამაზე არ უნდა მოგცეთ პრობლემა. Word-ში შეიძლება იყოს, რომ ადმინისტრატორს აქვს შეზღუდული. აი ამ შემთხვევაში Word-ში. დაემატა ჩვეულებრივ Word-შიც პრობლემის გარეშე სკოლაში. ასე რომ ანუ შეიძლება თამარი, კაი არ მიცდია და ვცდი ხვალე ვცდი სკოლაში ამას. კი და დაემატა კი. მადლობა თამარი. იყო შემთხვევა, როდესაც ხმარი გამოჩნდა. Online Word-ში იყო ხო? ხო, როდესაც აი თქვენ განათლების სისტემას აქვს თავისი რაღაც აკაუნტები ხო? სამართლია. და იქ გაუჭირდათ ედინის დაყენება. ხო და მე დავკავშირდით ამ განათლების სამინისტროს სტაფს თავისი მომსახურების სააგენტო ამ სოფტის ნაწილებს ვინც კურირებს და მათთან გავარკვიეთ რომ თუ წარმოგეშვათ სკოლის დონეზე რამე პრობლემა სკოლის IT-ის აქვს რაღაც ადმინის უფლებები რომელსაც შეუძლია გახსნას ამ ედინების დაყენების ფუნქციონალი. მადლობა. კი ბატონო. გავაგრძელოთ. ხო, მესამე გამოყენების საშუალება ჩვენ გვაქვს Google Docs-ში. Google Docs-შიც ასევე რო გადავალთ დაამატე Google Docs-ში, პირდაპირ გადაგიყვანთ იმ ადგილზე Google Workspace Marketplace-ზე, საიდანაც საშუალება რო პირდაპირ ერთი დაჭერით დაემატოს. აქაც ახლა ამის მაგალითად install იქნება და დაამატებთ. თუ ვინც Google Docs იყენებს. დემონსტრაციასაც გავაკეთებ ამისი Google Docs-ში ვარ შესული ამ შემთხვევაში. აქ დაყენების მერე ეს extension-ი გამოჩნდება extensions tab-ში. აგერ არის ენაგრამი და spellchecker-ი. აქაც მარკწერის გამოყენებისთვის აუცილებელია დავლოგინდეთ ჩვენი იუზერით, შეიძლება ეს იყოს როგორც ადრეს თქვი, ან Gmail-ის საშუალებით, Facebook-ის ან Microsoft-ის, ან უბრალოდ იუზერი გქონდეთ თქვენი. აქაც ენების შეერჩევა ზუსტად იგივე ინტერფეისია, ასე ვთქვათ. და გვიმოწმებს ტექსტს და გვთავაზობს შეცდომებს და დამატებას. აქაც არ გაგვიწითლა ის, რადგან პირად ლექსიკონში მე უკვე იქიდან დავამატე Word-დან, აქაც რა თქმა უნდა ის სიტყვები ჩათვალა სწორად უკვე. იმიტომ რომ პირად ლექსიკონში მაქვს დამატებული. მე მგონი ამითი ხო, ერთი ის უნდა მახსენო Edge ზუსტად იგივეა. Edge რო გადავალთ ახლა მე უბრალოდ Edge აქ რო გავხსნი Edge-ზე მეუბნება რომ incompatible, იმიტომ რომ Chrome-ში გავხსენი, მაგრამ Edge-ში თუ იქნებით და Edge-ში გახსნით, Get-ით დაყენდება Edge-ში ასევე Edinis extension-ის სახით. თუ ვინმე ბრაუზერად Edge-ს იყენებს, ასე ვთქვათ. აი აქ ნებისმიერი ბატონო ნებისმიერი შეიძლება და ანუ არ არის რაიმე ვთქვათ ცენზურის სახით თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო ანუ ნებისმიერი სიტყვის დამატება შეიძლება ჩემს პირად მათ შორის ეთიკის ნორმას კი რა თქმა უნდა თუ არა ნებისმიერი სიტყვა ასაკებია მადლობა არაფრით არ არის შეზღუდული გადავიდეთ შემდეგზე ხმა ტექსტში ეს არის ხმის ავტომატური გადაყვანა ტექსტში რომელიც შეიძლება განახორციელოთ სამი გზით. ერთი არის 4-ით უბრალოდ, ერთი არის მიკროფონი, მიკროფონისში უბრალოდ კომპიუტერის მიკროფონიდან ვისაუბრო და დაწეროს.
მეორე არის კომპიუტერის ხმა, თუ ჩვენ გაშვებული გვაქვს კომპიუტერში რამე, ან ბრაუზერიდან შეიძლება იყოს რამე YouTube-ზე გაშვებული, ან შეიძლება რაღაც ფაილი გქონდეს უბრალოდ გაშვებული, იმ ფაილის გაშვებულ ფაილზე თუ ჩავთავთ ენაგრამის ჩაწერას, ტექსტ დაგვიწერს შესაბამის, ასევე შეგვიძლია ფაილი ავტვირთოთ და შედეგი ტრანსკრიფცია მოგვივა მეილზე და ასევე YouTube-ის ლინკი მიუთითოთ და YouTube-ის ლინკში რა ხმაც არის, იმ ხმის შესაბამისი ტრანსკრიფცია მოვიდეს მეილზე. ეს ბოლო ორი რომ გამოვიყენოთ, ანუ ფაილის ატვირთვა ან YouTube-ის ლინკი, აუცილებელია რომ იყოთ ასევე დალოგინებული. სხვა შემთხვევაში ავტორიზაციის გარეშე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეხლა მე დემონსტრაციას გავაკეთებ მაგალითად მიკროფონით 1 2 3 1 2 3 აი ესე წერს ტექსტს. ეს არის მიკროფონით. ეხლა მე გავუშვებ YouTube-ის ლინკს. უბრალოდ რომ გაჩვენოთ, კომპიუტერის ხმა ჩავთოთ ამ შემთხვევაში და ისევ მიკროფონი, უნდა გავაზიაროთ ეკრანი, ესეთი ფორმით ხდება, ოღონდ ხმაც ჩავურთოთ ეკრანის გაზიარებისას და შემდეგ გავუშვათ ვიდეო. ხელოვნური ინტელექტი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური ტექნოლოგია, რომელსაც უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს. ამ ძლავრი ტექნოლოგიის მიღმა კომპიუტერული სისტემების კომპლექსური ჯაჭვი დგას, რომელიც AI-ს ოპერირებას უზრუნველყოფს. მართალია, ხელოვნური ინტელექტის არაერთი კატეგორია არსებობს და ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა AI-ს ოპერირების პროცესი ფაქტობრივად უნივერსალურია. ხელოვნური ინტელექტი დაახლოებით ისევე ფიქრობს, როგორც ადამიანის ტვინი, თუმცა ადამიანისგან განსხვავებით კომპიუტერი არა პირად გამოცდილებას და ცხოვრების განმავლობაში მიღებულ ცოდნას, არამედ მისთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს იყენებს. ეს დიდი მონაცემები შესაძლოა დეველოპერების მიერ წინასწარ იქნეს მიწოდებული, ან ხელოვნურმა ინტელექტმა ის თავადვე მოიპოვოს ინტერნეტის დახმარებით. მონაცემებზე დაკვირვებისას ნეირონული ქსელი ტენდენციებს, მსგავსებებსა და კანონზომიერებებს გამოყოფს, საიდანაც ის ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე შესაძლებლობებამდე მიდის. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ინტუიციის ალტერნატივად და ასე შემდეგ. ეს იყო კომპიუტერის ხმიდან აღებული. აქ გვაქვს ორი საშუალება, პუნქტუაციას თუ ჩაურთავთ, პუნქტუაციასაც დაუსვავს, შეეცდება რომ დაუსვას ავტომატურად და ავტოკორექტი არის ჩაასწორებს ტექსტს. მაგალითად თუ ხარვეზის დახარვეზებულად იცნო რაღაც სიტყვა, არ გამოიცნოს სწორად, შეეცდება გაასწოროს თავისებურად. ეს შეიძლება პლუსიც იყოს და მინუსიც, ზოგჯერ ეხმარება, ზოგჯერ შეიძლება უფრო გააფუჭოს ტექსტი. ანუ ეს არის მოხმარებაზეა დამოკიდებული, როგორ ურჩევნია, უნდა შემოწმდეს ორივე და როგორც უფრო ურჩევნია, ესე გამოიყენოს. ფაილს რაც შეეხება შეგვიძლია მოუნიშნოთ ფაილი, ავტვირთოთ და გატექსტებული ხმა მეილზე მოგივათ 5-დან 10 წუთამდე ტექსტი უნდა მოგივიდეთ იმ მეილზე, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული. ასევე YouTube-ის ლინკზეც იგივეა. On this flying ball of dirt, we have waves that carve rock and trees that climb mountains. The earth is a აქ ჩავსვათ მულს, ვეთქვით აქციე ტექსტად. და შემდეგ შედეგი მოვა მეილზე. შემდეგი პროდუქტი არის ტექსტი ხმაში. აქ გვაქვს ორი, აქაც რა თქმა უნდა ენა გვაქვს არა მარტო ქართული, მაგრამ მე დემონსტრაციას გავაკეთებ ქართულზე. გვაქვს ქალის და კაცის ხმა და ასევე გვაქვს სისტრაბის და ტემპრის კონტროლი. როგორი სისტრაბი და ტემპრით გვინდა რომ ხმა იყოს გახმოვანებული. ავიღოთ ეს ჩვენ ტექსტი. და გავუშვათ ქალზე პირველად.
ერთი ენაგრამის მართლმწერი ნებიმიერი სირთულის ტექსტს შეგიწორებს. გამოიყენე ენაგრამის მართლმწერი დაეშვიდობე ბეჭდვით და ორთოგრაფიულ შეცდომას. ეს შეცდომები რო ქონდა, ის შეცდომები სხვათა შორის ეს უნდა ითქვას, რომ შეიძლება ზოგ შემთხვევაში მოსმენით უფრო აღმოვაჩინოთ შეცდომები ტექსტში, იმიტომ რომ ყურს ხდება ვიდრე თვალით ან რამე სხვა ინსტრუმენტით. ტემპს თუ გავზდით, მაგალითად, სისწრაფეს გავზდით. ერთი ენაგრამის მართლმწერი ნებიმიერი სირთულის ტექსტს შეგიწორებს. გამოიყენე ენაგრამის მართლმწერი დაეშვიდობე ბეჭდვით და ორთოგრაფიულ შეცდომას. და ტემბრის ცვლილებაც შეგვიძლია. ერთი ენაგრამის მართლმწერი ნებიმიერი სირთულის ტექსტს შეგიწორებს. გამოიყენე ენაგრამის მართლმწერი დაეშვიდობე ბეჭდვით. ასევე ვნახოთ კაცზე. უნდა ეს გავასწოროთ. ერთი ენაგრამის მართლმწერი ნებიმიერი სირთულის ტექსტს შეგიწორებს. გამოიყენე ენაგრამის მართლმწერი დაეშვიდობე ბეჭდვით და ორთოგრაფიულ შეცდომებს. ეს არის გახმოვანება. ამის გადმოწერაც შეიძლება, ყოველ ფაილს ექნება ჩამოტვირთე. ერთი ენაგრამის მართლმწერი საიდანაც შევძლებთ უბრალოდ save as audio და შევინახოთ. და მეოთხე პროდუქტი არის PDF-ის კონვერტაცია. ეს თუ ჩვენ გვაქვს დასკანირებული წიგნი ან რამე ფაილი, სადაც ტექსტი არის სურათად და არა ტექსტად, შეგვიძლია ამ ინსტრუმენტის საშუალებით გადავიყვანოთ ძებნად PDF-ში, ასე ვთქვათ, ძიებად PDF-ში, სადაც ტექსტით შევძლებთ ნებისმიერ ადგილში მოძებნას ტექსტისას იმ გადაყვანილ PDF-ში უკვე, ან ტექსტის დაკოპირებას ტექსტად და არა სურათად. მაგალითისთვის მივუთითოთ ფაილი. მაგალითისთვის გაჩვენებთ როგორ ფაილზეა ლაპარაკი. მაგალითად, ესეთი ფაილი, რომელიც სურათად არის, ტექსტად ვერ ვნიშნავთ ამას. შეუძლებელია, რომ ტექსტად მოვნიშნოთ, არის სურათი. და აქ რომ მივუთითებთ და კონვერტაციას დავაჭერთ, დაიწყებს გადაყვანას. და განაყვანის შედეგად მივიღებთ ფაილს, რომელიც უკვე იქნება ტექსტური. ეხლა გაჩვენებთ, ამას ვარ დაველოდოთ, გადაყვანილს გაჩვენებთ. ხლავე. რომელიც იქნება უკვე ტექსტური. ამის დემონსტრირებას გავაკეთებ ახლა. ეხლა გავაზიარებ. მაგალითად ეს ფაილი არის უკვე გადაყვანილი და შეგვიძლია უკვე ტექსტად მოვნიშნოთ. არ არის სურათი, არამედ არის ტექსტი. საცხოვრის უკვე იპოვა. მაშინ როცა ის იყოს სურათის სახით.
ხო, პრინციპში ეს არის, ამას რომ დაელოდებით, გადაყვანის მოგცემ და გადმოწერას შეძლებთ. ეს არის, მე მგონი თუ რამე არის. ხო, აქაც გვაქვს სხვადასხვა ენები, ქართულის გარდა, რომლითაც დაწერილი წიგნი შეგვიძლია გადავიყვანოთ ან PDF-ში რამე. რამე კითხვები თუ არის, უპასუხებ. უღმესი მადლობა ბატონ ლევან, მე ვფიქრობ, რომ კითხვები იქნება, მოდი მივცეთ ბავშვებს საშუალება, რომ შეგვეკითხონ, აი ბატონ ლევან შეუძლია ნებისმიერი სირთულის შეკითხვაზე გიპასუხოთ, მე ასე ვიცი ენაგრამის მიმართებაში ცხადია, ტექნიკურად თქვათ, თუ გქონიათ თქვენ გამოყენების პროცესში, თქვათ რაიმე შეფერხება, აი მაგალითად ჩვენ ვნახეთ ახლა კონვერტაცია, ანუ როდესაც ხდება თქვათ გადაყვანა, თუ არ ცდებით ამ შემთხვევაში თუ გქონიათ თქვათ შეფერხება, გაგიკეთებიათ ეს პროცესი, თუ ვერ მოგიხერხებიათ. აი ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ ხელი აიწიოთ, უბრალოდ თქვენმე შეგიძლიათ გააკეთოთ მიკროფონი, თუ ის შემიხმართ და ისაუბროთ. კიმერიდე ნინოს ხომ არ ექნება ან მას ან მის მოსწავლეებს თქვათ სურვილი რომ გაგვიზიაროს თავის გამოცდილება ენაგრამთან მიმართებაში იმ ოფციებთან რომელიც ჩვენ ახლა ბატონმა ლევანმა კიდევ ერთხელ ასე დაწვრილებით აგვიხსნა. მე იცით რა არის, მე ვარ ასევე ქართული, გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ჩემთვის ბევრად კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ მსგავს ბავშვებთანაც მიწევს კომუნიკაცია და ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე ხო სიტყვის დაწერაც კი, ანუ არასწორად ხმარობენ წინადადებას კონტექსტში. ამ ეტაპზე ახლა ჩემი მოსწავლეები ჩართულები არიან სხვა ლინკით ჩემგან კიდე მივეცი, რადგან სკოლაში მეორე სკოლა შემოდის და ფაქტიურად ჩვენ რო გამოდივართ სხვა სკოლა, მაგრამ არიან შემოსულები და უსმენენ. და ჩვენ ამას აუცილებლად როგორც მეორე ენის მასწავლებელი ისეც გავაკეთებ და კიდევ მეექვსე კლასელებთან მე მჭირდება ხოლმე ძალიან ხშირად მსგავსი, იმიტომ რომ თვითონ კარგად ვერ ყვევი კომპიუტერში და გადმოგიგზავნით კიდევაც თუ დაინტერესდებით. ლევან იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარება, ასე რომ უღმესი მადლობა. მით უმეტეს აი ქართული როგორც მეორე ენის ბავშვებს ძალიან უჭირთ მსგავსი, თქვენს კარგად მოგეხსენებათ, კი, და უფრო გამოვიყენებთ მგონი. ბატონ ნინო, ძირითადი ენა რომელია ბავშვებისთვის? ძირითადი არის. ეხლა გეტყვით, ანუ მე კიდევ ვარ ქართული დიასპორის მასწავლებელიც ვარ და იქაც ანუ ცოტა მოზრდილებთან როცა მიწევს მუშაობა არაქართულენოვანებთან. იქ სხვადასხვა ენის მოსწავლეებთანაც მიწევს მუშაობა და ქართული მათთვის არ არის მშობლიური ენა მოგეხსენებათ და ქართულენოვან სკოლაში არიან, მაგრამ ძალიან ბევრი არაქართველია კიდევ. ეს კიდე მეორე თემაა. ამიტომ ძალიან აი აქტუალური თემაა, ძალიან მაინტერესებდა, რამდენი ხანია მინდა ამის მოსმენა. აი რამდენი ხანია ვეძებ, რომ როდის მოვისმენ, როდის გამოვიყენებ. მე აუცილებლად გავაკეთებ და ქალბატონ თია დაგიკავშირდებით აუცილებლად ვიდეოსაც განვაგიგზავნით რომ ნახოთ. მოისმენთ თავად შემქმნელისგან ბატონ ლევანისგან. ეს კიდე განსაკუთრებით. კი ბატონ, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს სიახლეები ყოველთვის მაინტერესებს. მადლობა. მადლობა ძალიან. ვდებით თქვენი მოსწავლეების გამოხმაურებას. აუცილებლად. სხვას ხომ არ აქვს სურვილი, აი ქალბატონ ნათიას ხედავ გაგნიძეს აქტიურად გვერდება და გვერდდება ხოლმე. მოგესალმებით. სწორად. ჩვენ რამდენიმე ასე ვთქვათ პუნქტუაცია ჩავინიშნეთ, ეხლა თან პარალელურად გადაამოწმეს მოსწავლეებმა და შეუძლიათ რაღაცა პატარ-პატარა აღმოჩენებით გააკეთეს და თუ ვინმე სურვილი გაქვთ ბავშვებო, რა იყო მნიშვნელოვანი, რამდენიმე ბავშვს შეუძლია რომ თქვა, უკვე დარეგისტრირდნენ მოსწავლეები, აი ხა გაიარეს უკვე რეგისტრაცია და ასე რომ ერთი შეკითხვა გვექნება სტუდენტის მეილით ვერ გაიარა რეგისტრაცია და ალბათ პრობლემა არის ამაში. მოსწავლის მეილით სტუდენტის რეგისტრაცია. არ მივიდა, ესე იგი რეგისტრაცია როგორ არის? თუ ესე იგი მას შემდეგ რაც შეიყვანა. აი ხა მაშინ გაჩვენებთ.
მაშინ იგივე პრობლემა ექნება მასწავლებელსაც ალბათ, როცა კორპორაციულ მეილს გამოიყენება. არა, პრობლემა არ უნდა იყოს წესით, უბრალოდ სად არის თუ არის რამე პრობლემა, ესე ვთქვათ. ესე იგი, რეგისტრაციის შემთხვევაში აქ რეგისტრაციას რო დააჭერთ, სახელს შეიყვანთ, იმეილს შეიყვანთ, პაროლს და გამეორებით პაროლს და შემდეგ რეგისტრაციას რო დააჭერთ, წესი უნდა გამოვიდეს შეტყობინება, რომ მეილზე მოგივათ დასტურის იმეილი. თუ ეს გამოვიდა, უკვე ესე იგი იმეილი უნდა მოსულიყო. მე უნდა შეამოწმოთ თქვენი იმეილი და იქ უბრალოდ ლინკია, რომელსაც დააჭერთ, რომ გააქტიურდეს. დიახ. კარგი, Facebook-ზე იყო პრობლემა. თუმცა ალტერნატივა გაჩნდა Facebook-ით არის გაიარა რეგისტრაცია. ეს არის პრობლემა. უბრალოდ თუ მეტყვით რა ეტაპზე გაჩნდა, ანუ ის გამოვიდა შეტყობინება და დასტურის იმეილი არ მოვიდა, თუ იქამდეც ვერ მივიდა და იმის მიხედვით გავარკვევთ რა ის პრობლემაა. ნიკოლოზ, რა ეტაპზე მიხვედი? თავად ნიკოლოზ შეიძლება არასწორი არისო მომხმარებელი? არა და ზუსტად დავწერე. აბა ერთი წუთით აბა რა იმეილია სახელის თუ მეტყვის ვნახავ არა. თავად ნიკოლოზ მოусმინოთ. თავად ნათია. დიახ. ვეზერელი წერტილი ნიკოლოზ 2 კი ბატონო, ნახავ. დაღლუკა students წერტილი G. კვეზერელი, ეგეთი არ არის. ხო, ესე იგი რაღაცა ან არასწორად ჩაწერა თავიდან, ან რაღაც მსგავსი. კვეზერელი ესეთი საერთოდ არ არის. რომელიმე ასოში იყო ალბათ შეცდომა და შეიძლება. მე შეგვიძლია ჩვენ იმეილით შეგვიძლია ან სხვანაირი კომუნიკაციით უკვე ძალიან დეტალურად გავიაროთ რა პრობლემაა კონკრეტულად. ჩვენი კონტაქტი Facebook-ით მარტივად დარეგისტრირდა. კარგი ალტერნატივაა კი ბატონო. ბატონ ლევას შექმნის პროცესი აკეთებთ ყველაზე დიდ სირთულეთ, რომელიც აი ძალიან დიდი დრო დაჭირდა იმისთვის, რომ თქვათ მიგეღოთ შედეგი. ტექნიკური თვალსაზრისით თუ იყო ესეთი რა? ხო, არა, სხვადასხვა ის არის. ერთი სირთულე არის თვითონ პროდუქტების უკანა მხარის შექმნა, რაც უკავშირდება ამ text to speech-ის, speech to text-ის და ასევე მარკწერის მთელი ლინგვისტური თემების, რომელიც კოტემ უფრო კარგად იცის, ასე ვთქვათ. და მეორე ნაწილია აი უშუალოდ საიტის ნაწილის და მომხმარებელი რასაც ხედავს იმ ნაწილის შექმნა. ყველას ორივე მხარეს, ასე ვთქვათ, თავისი სირთულე აქვს რა. ისე რომ ეს შეიძლება ყველაზე სირთულე რა შეიძლება იყოს, ვთქვათ, ერთ-ერთი ორი პროცესი დაასახელეთ თქვენ და აი ერთ-ერთიდან ვთქვათ, რომელზედაც აი ყველაზე რთული ამ შემთხვევაში და დროში გაწელილი არის აი ხმაზე მუშაობა, ხმა ტექსტში და ტექსტი ხმაში, რომელიც მოითხოვს წვნას. ანუ მოითხოვს მასალების მომზადება, საწვნელი მასალის მომზადება სპეციფიური ფორმატით, რაც დროს მოითხოვს, შემდეგ უნდა დაველოდოთ წვნას და შემდეგ ვნახოთ შედეგები, რომელიც შეიძლება იყოს კარგი, საშუალო ან ცუდი. შესაბამისად და იმის მიხედვით უნდა შევცვალოთ წვნის პროცესი და მონაცემები და ასე შემდეგ. ეს არის ალბათ ყველაზე ესეთი შრომატევა. რომ ბევრს ვასმენინებთ, სხვადასხვა ხმას ვასმენინებთ თუ ცდები ახლა მე. ანუ წვნის პროცესი არის ის, რომ ბევრი სხვადასხვა ხმა უნდა მოვასმენინოთ და ბევრი სხვადასხვა ტექსტი. ინსტრუმენტს, რომელიც არის ხმის ტექსტად გარდაქმნა, იმას ბევრი სხვადასხვა უნდა მოვასმენინოთ. და იმას, რომელიც არის ტექსტის ხმაში გადაყვანა, იმას ერთ ხმაზე ვაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა. მე ვხედავ ბატონ შორინა შველიძეს აქვს ხელი აწეული და ითხოვს თქვენთან საუბარს. გისმენთ ბატონ შორინა.
მოგესალმებით თეა ბატონო ლევან, ჩემ მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავეთ თქვენთან ერთად. უბრალოდ შეკითხვა იმდენად არა მაქვს, მინდა უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამასთან დაკავშირებით. როგორც ქართულის მასწავლებლებს ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ენის გავრცელება ნებისმიერი მიმართულებით. ახლა 21 საუკუნისთვის ციფრული სამყაროსთვის კიდევ რა ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ამ გამოწვევებისთვის, ამ შემოთავაზებებისთვის. რაც მთავარია, არის იოლად გასაგები პლატფორმა, ბავშვებმა აქვე აუღეს ალღო, გააკეთეს, შეასრულეს ყველა დავალება, ნამდვილად არ გაუჭირდათ, აი ეგეც თედან. დიდი მადლობა ყველა შემოთავაზებული შესაძლებლობებისთვის. მადლობა. Any პოზიციის გაზიარებისთვის თუ შეიძლება ბავშვებსაც რომ გავესაუბროთ, მოусმინოთ რამდენიმეს, აი შორენა მასწავლებლის მოსწავლეებს, თუ შესაძლებელი იქნება რომ ანუ ჩართული. გავხსენით პლატფორმა კომპიუტერში და თვითონ ეგ პლატფორმა გავხსენით კომპიუტერში და მართლმწერის და ყველაფერიც კარგად გააკეთა. უბრალოდ გაუჭირდა ხმით რო ესაუბრები და ტექსტით რო გადაწერს და ტექსტიც ხმაზე გადაყვანა ადვილად გააკეთა. სწრაფადაც მოვიდა ვოის შეტყობინება. საინტერესო იყო საინტერესო იყო და Word-შიც გავხსენით თვითონ ეს პლატფორმა რომ Word-ის ტექსტი გაესწორებინა და ადვილად დავუმოვანით. შეიძლება გამოიყენებ თორე გამოვიყენებ, იმიტომ რომ ისეთ ასაკში ვართ ახლა, რომ პრეზენტაციებს და პროექტებს ხშირად ვაკეთებ Word-შიც და PowerPoint-შიც და თუ შესაძლებელია რომ PowerPoint-შიც გაკეთდეს ეს პლატფორმა, გამოვიყენებთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. Quais გვერდით გოგონეთ, ანა. ეხლა საუბარი სურდა შევამი. თუ არა. კარგი. ბატონო ლევან, უღმესი მადლობა. მე ვერ ხედავ ეხლა სურვილი კონდეს. კარგი მასწავლებელი აღმოჩნდით ბატონო ლევან, ბავშვებმა მარტივად გაიგეთ. ხო? ასე რომ უღმესი მადლობა. ბატონო რატი უსმენთ ალბათ სტუკოდეს. მე ჯერ ლევანმა ძალიან მოკლედ თქვა, ყველაზე მეტად რა გვიჭირს და ყველაზე რთული რა არის და მე მოგიყვებით, ხლა როგორ ხდება სინამდვილეში. ლევან, ეს მიკროფონი რო გააჩვით. ხო, აი მაგალითს მოგიყვებით. ეხლა ამ წუთში როგორი პროცესი მიდის. ავიღოთ ხმა ტექსტში, ხო? ხმა ტექსტში არის ყველაზე რთული და ყველაზე მოთხოვნადი რო იცოდეთ. კომპანიების მხრიდან გულისხმობს. ჩვეულებრივი მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი არის მართლმწერი. კომპანიები თქვენ ხმა ტექსტში, მაგალითად პარლამენტში ეს კონდა კავშირი პარლამენტში აი სხდომები რაც მიმდინარეობს დაიწყეს ჩვენი საუბარმწერით გატექსტება. სტენოგრაფისტები და შეყავდათ ეს აკეთებენ ამ ხელოვნური ინტელექტს და ასევე სხვა კომპანიებში. და შესაბამისად ჩვენი დიდი აქცენტი გვაქვს ხმა ტექსტში ამ პროდუქციაზე. როგორ ხდება იცით? ეხლა არის ორი არაჩვეულებრივი ადამიანი, ორი სტუდენტი, ანა კარელიძე და გვანსა მჭედლიძე, მუზეუმ შეხვედრას შეიძლება გაგაცნოთ, რომლებიც 100 საათი აქვს დასამუშავებელი, წარმოიდგინეთ. 100 საათს უსმენენ და ასწორებენ თუ სადმე ხარვეზი გაეპარა ჩვენ სისტემას, ხო? ხმა ტექსტში გავატარეთ და რაღაც არასწორად რომელიმეღაც 100 დაწერა. უსმენენ და ამ 100-ებს ასწორებენ. წარმოგიდგენიათ? ამ 100-ებს მიყვებიან და ასწორებენ. დღეში 2 საათზე მეტი, 2 საათი რო გააკეთო, 2 საათი კი აქ გჭირდება, ძალიან ბევრი საათი გჭირდება დღეში. ეხლა ეს ორი ადამიანი, რომელიც ახლა ზუსტად აი ამას აკეთებს. შემდეგ რა ხდება, რომ ეს რო დაგროვდება 100 საათი გასწორებული, ანუ ამ 100 საათიდან, რომელიც თითოს 100 აქვს, მეორეს 100 აქვს, ძალიან ბევრი ხარვესდება.
საწვრთნელად უნდა იყოს იდეალური მასალა. იმ იდეალურ მასალას მერე ვაწვდით ხელოვნური ინტელექტის ჯგუფს და იწყება ახალი ექსპერიმენტები. ეს ექსპერიმენტი ესე არ არის, რომ გავუშვი, აბა მოდი ვნახოთ რა გამოვიდა. თითოეული გადაწვრთნა. იცით რამდენ ხანს იჭერს თითოეული ექსპერიმენტი? უბრალოდ მანქანას მივეცით და 3 კვირა მიმდინარეობს დათვლა. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სერვერი. 3 კვირა მიმდინარეობს დათვლა. მერე ვამოწმებთ რეზულტატს. რა რეზულტატი მოგცა? შეიძლება არ გაამართლოს. მერე სხვა პარამეტრებით. მერე სხვა. აი ეს პროცესი მიმდინარეობს მუდმივად. ეს ხარი მხოლოდ ერთი ხაზი მოგეყოლით ამ პროდუქტის კეთების. ალბათ ბავშვებსაც აქვს ან მასწავლებლებსაც ამ მასალას საიდან იღებთ, იმიტომ რომ ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობდნენ Common Voice-ზე ხმების ჩაწერაში. მე მახსოვს, რომ თქვენი შენიშვნა, რომ არის ხმაური, ანუ დასამუშავებელი იყო ეს მასალა ძალიან რთული. მე როგორც მახსოვს მე ეს ჩანაწერი თქვენი Common Voice-იდანაც არის მასალა, ცხადია ხო? ალბათ გამოყენებული თქვენ. ამიტომ იყო წერები ბავშვები, რომლებსაც იწერდნენ, არ ყოფილიყო გარე ხმაურისგან, ასე თქვათ, ძალიან დაბინძურებული. თუ სწორედ ვამბობ ახლა მე ამ ფორმულირებას პროცესისას. მოკლედ აი ეს ჩვენი თანამშრომლები იმიტომ ამუშავებენ ამ ხმებს ახლა, რომ ქართული როგორც გითხარით არის წირი რესურსიანი ენა და საკმარისი მასალა არ არის კარგი მოდელების გასაწვრთნელად. განსხვავებით თქვათ ინგლისურისა, ფრანგულისა, ჩინურისა, რუსულისა, ხო? იქ ბევრია. ისინი მოცეულში შედგენ. ამიტომ ჩვენ გვიწევს ამ დიდი ადამიანური რესურსის ჩადება. თითოეულ თქვენგან შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, კონკრეტულად ხმა ტექსტში რო ვისაუბროთ საუბარ მწერზე, Common Voice-ში თუ ჩაწერთ ხმას. მაგრამ Common Voice-ის მონაცემები სამწუხაროდ არ არის ჩვენთვის საკმარისი, რომ შეიქმნას ინდუსტრიული ძრავები. ინდუსტრიული რას ნიშნავს? იცით, თან ეს ტერმინებიც საინტერესოა. არის რომ აი რა კარგია, როგორ კარგად მუშაობს ChatGPT ან რაღაც, მაგარია, კარგია. ან speech to text დავტესტეთ და ჩვენიერია, რატომაც არა. ინდუსტრიულია, როდესაც ის აღწევს ისეთ ხარისხს, რომ ანაცვლებს რაღაც პროცესს ინდუსტრიაში, ორგანიზაციაში. მაგალითად იყვნენ სტენოგრაფისტები და ეხლა იმდენად კარგია უკვე, რომ არა უბრალოდ აკეთებს არსებითად უკეთესად, ვიდრე ადამიანი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი დანერგვა რეალურ ცხოვრებაში. და როგორც გითხარით, ინდუსტრიულ ხარისხს რომ მივახციოთ, ძალიან ბევრი მასალა. საჭირო. თან სპეციფიკური მასალა. იცით როგორი მასალაა ყველაზე საჭირო? რაზეც არის ბაზარზე მოთხოვნა. თქვენ როდესაც Common Voice-ს წერთ მობილურით რო იწერთ ამ ყველაფერს, იმას აქვს სხვა ხარისხი და სხვა ის Common Voice-ის ნაწილი მასალის კარგად წვრთნის სისტემას მობილურში როცა აი როგორც იწერთ, ისე რომ კარგად გამოიცნოთ. მაგრამ როდესაც გვინდა ჩვენ პარლამენტის ჩანაწერის გაშიფრვა, როდესაც გვჭირდება ჩვენ მაგალითად ჟურნალისტების ინტერვიუების გაშიფრვა, სადაც არის ფონური ხმაური და ასე შემდეგ. და რაზეც ვხედავთ, რომ ესეთი ნაკადები მოდის დამკვეთი ესეთ მასალას გვიგზავნის. სწორედ ამაზე, რაც Common Voice ვერ ფარავს, სწორედ ასეთ მასალას ვაძლევთ ჩვენ თანამშრომლებს, სწორედ ამ მასალას მიყვებიან 100-100, რომ გაასწორონ, რომ ახალი ვერსია გადაიწვრთნას. რაც შეეხება ხმა ტექსტში, აი ლევანმა თქვა და მინდა ხაზი გავუსვა, ეხლა განმარტონ, რომ ზოგჯერ არ ხდება ხოლმე. როდესაც არის ტექსტი ხმაში, იქ უნდა იყოს იდეალურად სუფთა ხმა.
შეიძლება რომ გვინდა გაახმოვანოს ტექსტი მანქანამ და იქ უსვათ ხმაური იყოს ფონად, გვინდა სუფთა ხმა. ამიტომ ის უნდა იყოს სუფთა, იწერება სტუდიაში. რაც შეეხება ხმა, ის იყო ტექსტი ხმაში. როცა რაც არის ხმა ტექსტში, იქ შეიძლება იყოს ხმაური, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ხმაურის ფონზე წამოიცნოს ტექსტი, არა მარტო იმ სიტუაციაში დაწეროს, გარდაქმნას ხმა ტექსტში, როდესაც ვართ სტუდიაში და სრული სიჩუმეა, ასე ვთქვათ, ფონი არ არის, არამედ რეალურ გარემოში. პარლამენტის ფონზე. ავეცემდეს მაგრამ დროს მქონდა და პარლამენტის ახალი ამბების გატექსტება გვინდა ტელევიზიის ეთერის და ასე შემდეგ. აქ დასაშვებია, მაგრამ არა ისეთი, რომ სიტყვების გარჩევა ჭირს. თუ სიტყვების გარჩევა ჭირს, ამას არას მაშინვე ვაგდებთ, იმიტომ რომ მხოლოდ აურევს ტვინს ისედაც ეს სიმწირით გაწვრთნილ მოდელს. მოდი, ეხლა მე მინდა გამოვიყენო დარჩენილი 18 წუთი. სამეგრელოდან სოფო მასწავლებლის მოსწავლეები იწევენ ხელს, თქვენთან შეხმიანებას სურთ და მივცეთ საშუალება. თუ შემთხვევით ესეც ხო არ არის? მე ვიცი, რომ ბავშვები ძალიან აქტიურობდნენ სამეგრელოდან, კონკრეტულად სოფო მასწავლებლის მოსწავლეები Common Voice-ზე. და შემდეგ ჰქონდათ ესეთი არ ესმით. ჩვენი თორე თავად იტყოდნენ, რომ მაშინაც დაგეკითხნენ ზუგდიდში ბატონ რატი, რომ შესაძლებელია თუ არა და ჩვენ მივიღეთ მაშინ, მაგრამ ამ აუდიტორიამაც მინდა მოისმინოს, რომ კონკრეტული ადამიანის ხმაზე საუბრობდეს, მაგალითად speech to text როცა წერდა ხმოვანებს, თქვათ, არ იყოს რობოტის ხმა. აი სოფოს თუ აქვს, აი ჩაირთო მიკროფონი და თავად მოусმენდით მაშინ. სწორედ ეს კითხვა ჰქონდათ ხა ბავშვებსაც, რომ უთხარი შენ მოგესალმებით, ძალიან დიდი ხანია ვიყენებ თქვენ პროგრამაზე, ძალიან მოგწონს. ესეთი კითხვა გვაქვს. შესაძლებელი იქნება თუ არა მომავალში, რომ ჩვენივე ხმით ჩავწეროთ voice მაგალითად. ძალიან კარგი იქნებოდა. ძალიან კარგია. ეხლა უყურეთ, ძალიან ლამაზი ხმა იქნებოდა. ასეთი ლამაზი ხმა არც ერთ რობოტს არ ექნებოდა, დარწმუნებული ვარ. თქვენი ხმაზე რომ გაიწვრთნას. რასაკვირველია შეიძლება, მაგრამ არის ძალიან ბევრი ხმა ჩასაწერი ერთი ადამიანის ხმა, რომ შეძლოს რობოტმა ამ ხმის დასწავლა. მინიმუმ 30 საათი. რაც ბავშვისთვის არის მძიმე შრომა. დიდისთვისაც რთულია დამერწმუნეთ. 30 სუფთა ჩანაწერი რომ გააკეთოთ, არ ვიცი. მე მგონი პროკურატურაში დამიბარებენ ბავშვთა ექსპლუატაციისთვის არ შეიძლება. 30 საათი რომ ჩაწეროთ, 4-ჯერ მეტი უნდა იმუშავა. 120 საათი მოგეწევთ მუშაობა და ძალიან რთული იქნება. თუმცა ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ბავშვის ხმაც გავაცოცხლოთ. ბავშვის ხმაც რო ასაუბრეთ, ძალიან მაგარი იქნება. რატო იქნება? ჯერ-ერთი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იქნება ყველასთვის. ეგ რასაკვირველია, მაგრამ უყურეთ, ეხლა ჩვენ შეგვიძლია დაინტერესდნენ ფილმების გამხმოვანებლები. ხო, იქ არის მამაკაცის ხმა გვაქვს, ქალის ხმა გვაქვს. სხვადასხვა ტემბრის ხმის სხვადასხვა ხმები რო ჩავწეროთ, ხო, მამაკაცის ხმას რამდენი ტემბრით არის და ქალის. ყველა ხმა შეგვიძლია, ხო, ორი გვაქვს, შეგვიძლია იყოს 30. აი ბავშვის ხმა რასაკვირველია ფილმებში და ყველგან ძალიან გამოსადეგი იქნებოდა, რომ მანქანა ალაპარაკებს ამ იმაზე. თუმცა ეს ბავშვების უფლებების ამბავში არ ვიცი რომ. ძალიან დიდი 126 სკოლის ბავშვებს ხედავთ, ხომ არ გსურთ, რომ გაესაუბროთ ენაგრამის გუნდს. მინდა რომ მარიამს დაუსვათ შეკითხვა. მარიამ, თქვენთვის საინტერესო რამეები აქვს მოსაყოლი. მოდი მივცეთ საშუალება და მე მარიამს დაუსვამთ კითხვებს, ხო? მარიამ.
მოგვიყევი. ახლა როგორ შეგვიძლია ჩვენ დიდი მადლობა კონტაქტში ვიყოთ. გამარჯობა, ისმის ხო ჩემი? გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და მართლა ძალიან სასიამოვნო აუდიტორია ყავს. ბოდიში მარია, ასე სკოლის ბავშვებს არ მოგვითმენეთ, ცოტა ხანი ვიცეთ საშუალება, რომ გაგვესაუბროთ. ალბათ თქვენ უნდათ რომ მოგმართონ. გისმენთ ბავშვებო და შემდეგ მარიამს უსმენთ ცხადია. უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის ჩვენი მოსწავლეები ძალიან ინტერესით ჩაერთნენ ამ შეხვედრაზე. თვითონაც აქტიურად არიან, ახლა აკოპირებენ ტექსტებს, ახმოვანებენ შიგნით, პოულობენ შეცდომებს და ამ პლატფორმას სხვა დროსაც გამოიყენებენ. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ და მარიამს მოусმინოთ, რომ უკეთ გამოიყენოთ პლატფორმა. მადლობა. როგორც უკვე ბატონმა რატი მოგახსენათ, მე ძირითადად მუშაობ მარკეტინგის მიმართულებით, შესაბამისად ვცდილობ, რომ თქვენამდე რაც შეიძლება მარტივად მოვიტანო ეს პროდუქტები, გაგაცნოთ უკეთესად და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფიდბექიც. ამიტომ პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ ჩვენი სოციალური ქსელები, პლატფორმები, სადაც შეძლებთ ჩვენს შესახებ ინფორმაციის მიღებას და ასევე ფიდბექის დაბრუნებასაც საჭიროების შემთხვევაში. ახლა გავაზიარებთ ეკრანს. პირველ რიგში ეს არის ჩანს ხო ეკრანი? არა. ჯერ არ ჩანს. მარიამ, გონი მე არ მომიცია ჯერ სად ვერ ვხედავ მე თქვენთან. ამით ხო, მითი შავს სავარაუდოდ უკვე და აქვს. აი, ეხლა მე მგონი და ერთი ასულ ხო. მეც რატომღაცა. კი. აი, ეხლა არ უნდა იყოს პრობლემა. ახლა ვცდი. კი, ზიარდება ეხლა. თუ არა. ჩანს ჩემი ეკრანი? ჯერ არა. აი, ხა გამიჩნდა. კი, დავინახეთ ენაგრამი. პირველ რიგში მინდა გაგიზიაროთ ენაგრამის Facebook-ი, სადაც ძალიან მოგვწევს და გიზიარებთ სხვადასხვა ნიუსებს ენაგრამის შესახებ, სხვადასხვა ინფორმაციებს, ასევე ჩემი აზრით მოსწავლეებს ძალიან დაინტერესებს თქვენი ახალი კონტენტის მიმართულება და ეს არის ენაგრამის კურსი, რომელიც არის სიტყვების შესარჩევად, რომელია სწორი, ასე ქვია ჩვენთვის, ხმას იმეორებს და თუ შეიძლება ბატონო რატი. კეთილშობთ. მადლობა. ეს კვიზი არის მართლწევრის, თქვენ შეგვიძლიათ რომ შეხივიდეთ, იხილოთ ჩვენ გვერდზე, პირდაპირ გადახვალთ ენაგრამის საიტზე და შეავსებთ, გამოცდით თქვენ თავს, რამდენად სწორად წერს და შეთანხმების შემთხვევაში კი შეგიძლიათ უკვე ენაგრამის მართლწერი გამოიყენოთ, რაზეც გესაუბროთ ბატონი რატი და ბატონი ლევანი. ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის თუ გამოგვიწერთ Facebook-ზე, მოიწონებთ ჩვენ გვერდს და საჭიროების შემთხვევაში დაგვეკონტაქტებით. ასევე Facebook-ზე გვაქვს ჩვენი ჯგუფიც, სადაც უმეტესად ვითხოვთ, რომ მივიღოთ თქვენგანაც ფიდბექები, მაგალითად, რაიმე თუ არ მუშაობს, რაიმეს გამოსწორებას თუ ისურვებდით, პოსტავთ სხვადასხვა კითხვებს, თქვენც თუ დაპოსტავთ და გექნებათ ჩვენთან რაიმე შეკითხვები, გაგვიზიარებთ რაიმე ინფორმაციას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აქაც გთხოვთ, რომ იაქტიუროთ. თიას გთხოვ შემდგომ უკვე რომ გაგიზიაროთ ეს ლინკები, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე არ მაძლევს უფლებას, რომ ჩატში ჩავაგდო, თიას გავუზიარებ და შემდგომში მოგაცდით თია ამ ლინკებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გვაქვს ენაგრამის Instagram გვერდიც, აქაც ძალიან აქტიურად ვაზიარებთ სხვადასხვა ვიდეოებს, ეს იქნება სასწავლო ვიდეოები, სხვადასხვა პოსტებს, ინტერაქციულ ვიდეო თუ ფოტომასალას და შეგიძლიათ რომ თვალი გვატევნოთ Instagram გვერდზეც. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია,
იმას, რასაც დღეს ბატონი ლევანიც გიხსნიდათ, შეიძლება ვერ დაიმახსოვროთ ან ჩანაწერი ვერ ნახოთ მარტივად, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ენაგრამის YouTube არხი, სადაც თითოეულ ვიდეოში ხსნით კონკრეტული ხელსაწყოს, ენობრივი ხელსაწყოს შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ, რაში დაგვეხმარება, რა სხვადასხვა ფუნქციონალი აქვს. დღესდღეობით ატვირთულია 4 ვიდეო, შემდგომში კიდევ დაემატება სხვადასხვა ვიდეოები და ყველაფერს საცითაოდ აგიხსნით, შემდგომში რომ უფრო მარტივად გამოიყენოთ. აქვე შეგიძლიათ, რომ ენაგრამის YouTube გვერდზეც გამოგვიწეროთ. ასევე გვაქვს ენაგრამის TikTok-ის არხიც, აქაც ვცდილობთ, რომ უფრო სახალისო კონტენტი მოგაწოდოთ და არის ახსნითი ვიდეოებიც, ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე ეს არის YouTube-ზე და აქაც შეგიძლიათ თვალი გვატებოთ. ჩვენი ახალი რაც დავამატეთ სიახლე გვაქვს ენაგრამზე, ასევე გვაქვს ჩატი. სხვათა შორის შეტყობინებები მომდიოდა ვებინარის განმავლობაში, სავარაუდოდ თქვენ აქტიურობდით. ენაგრამის ჩატი ნებისმიერ ადგილზე გადასვლისას გამოჩნდება, ეს იქნება თვითონ ხელსაწყოებთან თუ მთავარ გვერდზე. შეგიძლიათ შემოხვიდეთ, ან მიუთითოთ ჩამონათვალიდან, რომელიც გაინტერესებთ, ან მოითხოვოთ ოპერატორთან დაკავშირება. თუ ოპერატორი შემოვა, რა თქმა უნდა, მაშინ დაგეხმარებათ პრობლემის აღმოფხვრაში, თუ ადგილზე არ გახლდათ, მაშინ შეგიძლიათ დაგვიტოვოთ შეტყობინება და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ და დაგეხმარებით ნებისმიერი პრობლემის გამოსწორებაში, თუ კითხვა გექნებათ, არ იქნება ამასთან დაკავშირებით პრობლემა. საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ჩვენთვის თქვენი ჩართულობა, დაველოდებით, თია შენ გაგიზიარებ ბუნებს და შემდგომში უკვე გქონდეს უფრო მჭიდრო კავშირი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისგან, სკოლის მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის მიღება და ვფიქრობ, რომ აქტიურად გამოიყენებენ და ჩაერთვებიან ამ პლატფორმაზე. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი მოსმენა. მე ვფიქრობ, რომ ბავშვებს ექნებათ თქვენთან სურვილი გასაუბრების, ან მასწავლებლებს გისმენთ შეგიძლიათ მიმართოთ მარიამს. მე ვფიქრობ, ულამაზესი პლატფორმები გაგვაცნო ულამაზესმა მარიამმა, თანაც ძალიან ინტერაქტიული, თქვენ შეგიძლიათ კითხვებს, მიიღოთ პასუხები ენაგრამისგან. აი მაშინ, როდესაც თქვათ ბატონ ლევანს ვესაუბრებოდით და წარმოიქმნა გარკვეული პატარა შეფერხება, რომ მეილი ვერ გააქტიურდა, ამ შემთხვევაში შეგეძლოთ მიგეწერათ ჩატისთვის, რომელიც დაუყოვნებლივ გიპასუხებთ. TikTok-ზე თუ ჩაწერთ თქვენ თვითონაც როგორ გამოიყენებთ თქვათ ენაგრამს და რამე სახალისო ვიდეოს, ესეც ალბათ იდეაა და საინტერესო იქნება ამის ნახვა. ძალიან კარგი იქნება, ჩვენც გადავაზიარებთ და თქვენ შთაბეჭდილებასაც შემდგომში სხვა აუდიტორიასაც გავიზიარებთ. ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება, რაც მარიამმა ახლა გააჟღერა, რომ თქვენი ლამაზი ვიდეოები გადაზიარდეს ენაგრამის პლატფორმებზე. მე რომ თქვენი ტოლა ვიყო, აუცილებლად გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას. ეხლა ალბათ უხერხული იქნება. ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ გავესაუბროთ მარიამს, იმართოთ შეკითხვით, ან თქვენი პოზიცია გამოხატოთ. ამ ეტაპზე არა ალბათ მარიამ, მაგრამ ჩატში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ხშირი შეტყობინებები მოვა თქვენთან. მადლობა. პირიქით. ალბათ ბატონ რატი მოусმენთ კოტეს. დიახ. არის მის თქვენი ხმა. გამარჯობა კიდევ ერთხელ. კოტე მინდა წარგიდგინოთ. ესეთი ისტორია გვაქვს, მოკლედ ენაგრამში ამ ენობრივ მოდელებთან დაკავშირებით. მარიამ შენ. იყო ესეთი ძალიან დიდი მეცნიერი თედო თურგაიძე. შეიძლება ქართულს ასწავლეთ გსმენიათ ამ დიდი მეცნიერის შესახებ, რომელსაც ჰქონდა ძალიან საინტერესო ქართული ენის მოდელი. სხვადასხვა მოდელი არსებობს ქართული ენის, მაგრამ ამ მეცნიერს ჰქონდა ისეთი მოდელი აგებული ქართული ენის, რომელიც ძალიან გასაგებად და მარტივად ითარგმნებოდა კომპიუტერის ენას. და რო შევხვდით მე და ბატონი თედო ძალიან მალე გავუგეთ ერთმანეთს და დავიწყეთ ქართული ენის მორფოლოგიური მოდელის აგება. მაგალითად ქონდა მას ზნების უღლების
ერთი პარადიგმა, საბაზისო პარადიგმა და ასე შემდეგ, მაგრამ დავიწყეთ ამ ენის მოდელის აგება. გზადაგზავნებოდა უამრავი გამონაკლისი. ხო? მაგრამ შეიძლება გრამატიკის სახელმძღვანელოში დაწერო, ეს არის გამონაკლისი და დამთავრდა და გაიარო ეს საკითხი. კომპიუტერს ხო ვერ ეთქვა ეს გამონაკლისია, მაგრამ რა იცის რას ნიშნავს გამონაკლისი? ეს გამონაკლისი არ არსებობს. მას აბსოლუტურად ყველაფერი მოდელში უნდა ჩასვას. და ესე 21 მოდელი ავიდა რამოდენიმე ასეულ ზმნურ მოდელზე. ოღონდ ეს მოდელები უკვე ფარავს ანუ ქართული ენის ნების უდიდეს ნაწილს. Სადაგზე შეიძლება შევხვდეს ახლა ამას ვერავინ ვერ იტყვის, შეიძლება რაღაც აღმოაჩინოთ ბავშვებმაც, რომ ამ ზმნის უყურეთ, ერთი ზმნის პარადიგმის ერთი ფორმაც რო აღმოჩნდეს, რომ მოდელში არ ჯდება არსებულ მოდელში, ის მოდელი უნდა გაიყოს ორად. იმ ერთი ფორმის გულისთვის, იმიტომ რომ კომპიუტერმა გამონაკლისი არ იცის. და უნდა აიყოს ორი სხვადასხვა მოდელი, უნდა მიეთითოს ეს ფუძეები ამ მოდელით იუღლება, ეს ფუძეები ამით. იგივე გზა გავიარეთ სახელების მიმართებაში და სამწუხაროდ ბატონი თედო რამდენიმე წელი აღარ არის ჩვენს გვერდით, ენაგრამი რო გაეშვა ის უკვე აღარ იყო, ცოცხალი სამწუხაროდ. ახალგაზრდებმა ითავეს ეს საქმე აგრძელეს უფრო სწორად. და იქაც არის კვალიფიკაციის სხვადასხვა დონე, როგორც ყველაფერში და ყველაზე, ანუ თქვათ, თედო თურგაიძის ყველაზე ესეთ ფაქის, ყველაზე ფუნდამენტურ მოდელებზე მუშაობდა კოტე. ძალიან გავაწვალე კოტე, მაგრამ ძალიან სასწაული რაღაცები გავაკეთეთ და კოტე ძალიან მოკრძალებული ადამიანია, ხა ძალიან მოკრძალებულად იტყვის ყველაფერს თავისი ღვაწლის შესახებ და ვერ მინდოდა ესე რეალობა მომეყოლა თქვენთვის. მადლობა, ჩვენ შევამჩნიეთ კოტეს მოკრძალებული ხასიათი და ბატონს დიდი შრომა აქვს ამ ადამიანს და პირადად ჩემით სახელითაც მინდა რას შრომასაც ხედავ მე ენაგრამში და აგერ საუბრობდნენ ბატონმა შორენამ ისაუბრა და თქვენ გითხარით, რომ თქვათ ერთი ცვლილება რომ მოხდეს ენაგრამში, რა თანმიმდევრული მოქმედება ჭირდება ამას დრო და ამ ყველაფერს რომ თავი გაართვა, ეს ძალიან დიდი უნარების მქონე ადამიანს შეუძლია. უღმესი მადლობა ენაგრამის თითოეულ წევს და კოტეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა მხელ მე თვითონ ფილოლოგი ვარ პირველი განათლებით და ვიცი რა დიდი შრომა იქნება ამ ყველაფერში ჩადებული. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით მაინც იმედია რომ ხვდები. დანარჩენს კოტე გვეტყვის ცხადია მოგრძალებულად. ძალიან კოტე დაგვენახე, ვერ გხედავთ, ხო? ჩართული მაქვს კამერა. ნუ ჩანდეს. აი ხო, აი კოტე. კოტე არის დოქტორი, ეხლა ამასაც ხო არ იტყვის, კოტე არის ფილოლოგიის დოქტორი. ესეც უნდა გვეთქვა. ძალიან მოკლედ მოგახსენე. საშუალება ხო კოტე ალბათ დაგჭირდებათ რომ ეკრანი გააზიაროთ. არა, ეკრანის გაზიარება არა, ისე ძალიან მოკლედ მოგახსენებ და თუ რაღაცა კითხვები გაჩნდა მე ვეცდები რომ იგოსხოთ. როგორც თქვენ უკვე გაიგეთ, ენაგრამი არაერთ ენობრივ ხელშეწყობს აერთიანებს. როგორც ბატონმა რატიმ თქვა, მე მქონა შესაძლებლობა რომ ენაგრამის მართლმწერის შექმნაში მიმეღო მონაწილეობა და ამიტომ ამ საკითხზე გეტყვით ორიოდე სიტყვას. ლინგვისტური თვალსაზრისით ეს მართლმწერი აერთიანებს ორ დიდ მოდელს, სახელურ და ზმნურ მოდელებს. ქართული ენის ჩვენეული აღწერა, როგორც უკვე ითქვა, ეფუძნება თედო თურგაიძის თეორიებს. მაგალითად, რას გულისხმობს ეს ზმნასთან მიმართებით? ეხლა ცოტა რომ არ შეიძლება რთული იყოს აუდიტორიისთვის, მაგრამ ერთი სიტყვით მაინც ვიტყვი. რომ მას მიაჩნდა, რომ ქცევა კაუზაციასთან და გვართან ერთად არის უღლების კატეგორია და ეს აისახა მოდელში. დაუშვათ სხვა მეცნიერებს ეს სხვაგვარად ჰქონდათ. ზმნურ მოდელში არის, როგორც ბატონმა რატიმ უკვე ახსენა, რამდენიმე ასეული ეგრეთ წოდებული სტემი. ეს სტემი არის კატეგორიზაციის ერთეული, რომელშიც გაერთიანებულია მსგავსი წარმოების, მსგავსი პარადიგმის ზმნური ფუძეები. დაახლოებით
ასეთივე ვითარებაა სახელურ მოდელშიც და სახელურ ფუძეზე დართული გვაქვს ყველა შესაძლო აფიქსი. და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამჟამად ეს მოდელი აერთიანებს ძალიან ბევრ კოლოსალურ რაოდენობის სიტყვა ფორმას, 140 მილიონზე მეტ ფორმას და ასევე ეს რა თქმა უნდა ივსება მუდმივად. ნორმირებული ლექსიკა რაც არის ახლა ამ დროისთვის ქართულში შეიძლება ითქვას რომ ამოვწურეთ. უმჯობესია ალბათ რომ ვთქვათ რომ თითქმის ამოვწურეთ ახლა სულად ამოვწურო ცოტა ისეთი ნათქვამია ძალიან თამამი. ნორმირებული ლექსიკა მაინც რომ განვმარტო გულისხმობს ისეთ ლექსიკას რომელიც მორფოლოგიურად და ორთოგრაფიულად სწორი დაწერილობის სიტყვებად ითვლება და აუშვათ ენის დეპარტამენტს მიღებული აქვს მასზე ნორმა რომ აი ასე უნდა ვწეროთ და არა სხვაგვარად. აი ეს თითქმის ამოწურულია მეთქი რომ ვთქვი, რა თქმა უნდა, ენის ნორმებშიც მუდმივად იცვლება ბევრი რამ და რასაკვირველია ჩვენ დროდადრო ამას ვაახლებთ და ვცდილობთ რომ აუწყოთ ფეხი. რა ვიცი, სხვა ამჯერად ვერაფერს გეტყვით, თუ რაღაცა კითხვა გაჩნდება, ვეცდები რომ გიპასუხოთ. მე დავიწყებ და ალბათ შემდეგ სმენელი ეს ძალიან კრიზისული დრო არის. ბატონ რატი მინდა გითხრათ მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ მოსამზადებლად მიდიან მასწავლებლებთან ცხადია და ჩქარობენ, ამიტომ მე ვამჩნევ რომ ნელ-ნელა გვტოვებენ, თან ბოდიშს იწერთ, რომ გავდივართ და ბოდიშს გიხდით. კოტეს მინდა ერთადერთი კითხვა, რაც მე ყოველთვის მაწუხებ და ხშირად ვისმენთ, რომ აი თქვათ ქართული ენის გაციფრულება გაცილებით რთულია მისი გრამატიკიდან გამომდინარე, ვიდრე თქვათ სხვა ენების. მათ შორის რამდენიმე ეს და კიდევ სახელდება, რომლებიც ასევე სირთულის მქონე ენებად, გარდა იმისა, რომ მწირი რესურსები აქვს, თქვათ, ინტერნეტში და ზოგადად ციფრულ სივრცეში, გარდა მწირი რესურსებისა, გრამატიკასაც ასახელებენ, თქვათ, ქართულ გრამატიკას ერთ-ერთ სირთულედ. აი რას თუ შეეძლებთ, რომ აგვიხსნათ ძალიან მარტივ ენაზე, თქვათ, რატომ არის ქართული ენა მიჩნეული და ხოლმე ახლა ქართულის მასწავლებლები არიან აქ და ცხადია პასუხი შეიძლება ყველას ჰქონდეს თავისი, მაგრამ მოვისმენთ თქვენგან პროფესიონალურ პასუხს. იცით, ეს საკითხი ცოტა რთულია, მაგრამ სავარაუდოდ ეს პრობლემა გამოწვეულია იმიტომ, რომ ქართულ ენას ძალიან დიდი ისტორია აქვს და მათ შორის წერილობითი ისტორია და სწორედ ამის გამო, რადგან ენა მუდმივად იცვლება და მუდმივი ცვალებადობა იწვევს ამ პარადიგმების ცვალებადობასაც, ზოგიერთი ზმნა პირობითად ძველ ქართულ ენაში რომ სხვაგვარად იუღლებოდა, ახალ ქართულში სხვაგვარად იუღლება, ან იმ პარადიგმის ზოგიერთი ზმნა ამოვარდა პარადიგმიდან და ეხლა სხვაგვარად იუღლება და აი ეს ცვალებადობა, აი ისტორიული პროცესების გამო იწვევს ამ დიდ გაუგებრობასაც ესე ბრწყალებში ვთქვათ ენაში, იმიტომ რომ აი ამის გამო უკვე ძალიან რთულად აღსაწერი ხდება. ბევრი გამონაკლისებია სხვადასხვა მიზეზის გამო, სხვადასხვა მათ შორის დიალექტური ფორმებიდან სალიტერატურო ენა ხო იკვებება სხვადასხვა დიალექტიდან და აი მათ შორის ესეც იწვევს. ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ენის დადებითი მხარეა, მიუხედავად იმისა, რომ სირთული გაციფრულების თვალსაზრისით არის, მაგრამ დიდარია ენა ფორმატს ცვალებადობით. დიახ, ენის სიდიდიდან გამომდინარეა, როგორც წესი, დიახ. არ ვიცი, მე პირადად შემიძლია თქვა, დაურიწყარი შეხვედრა მართლა ჯერთ ის, რომ ჩვენ კოტეს მოусმინეთ, ესეთ გამონაკლისი შემთხვევა მე ვიცი ეს. უხმესი მადლობა ბატონ რატი თქვენ რომ თქვენი გუნდით შემოგვიერთდით. გუნდში გულისხმობ დღევანდელ შემადგენლობას და ასევე დიდი პატივისცემა გუნდის სხვა წევრებს და მინდა ვთხოვოთ ჩვენს დღევანდელ შემადგენლობას, რომ ჩავრთოთ კამერები და ფოტო გადავიღოთ ენაგრამთან. სამახსოვროდ აქვთ სურვილი, ცხადია. მარიამიც რა მეხმარება, მე შევეცდები რომ დავსკრინო. რა თქმა უნდა, ეხლა კამერები რომ ჩაერთო, რომ ისევ არიან ბავშვები, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ უკვე წავიდნენ მასწავლებლებთან. ეს რა თქმა უნდა ცხადია დამსახურება პედაგოგების, ვინც დღეს ჩვენ გვერდ
აბა შეგვიძლია შორენა მასწავლებლებს ველოდებით რომ კამერას ჩაგვირთავს. ალბათ თუ შესაძლებლობა გაქვთ რომ მაქსიმუმად კარგორჩი ვარ და იქიდან გისმენთ. აკასაკებია. მაშინ შეგვიძლია გადავიღოთ ფოტოსამახსოვრო, თუ შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ენაგრამის ულამაზეს მარიამს შეკითხვებით, მისწეროთ ასევე ბატონი რატი ყოველთვის ნებისმიერ დროს მე შემიძლია ვთქვა ჩემ და ასე ვთქვათ შენიშნა მაქვს მოსაცემი, იმიტომ რომ ძალიან გვიან საათებშიც მიმწერია ბატონი რატისთვის ან ძალიან ადრეულ საათებში დილით და ყოველთვის პასუხობს ხოლმე, ასე რომ გამოიყენეთ ენაგრამი ხშირად ეს არის მართლაც საამაყო ქართული პლატფორმა, რომელიც კონკურენციას დარწმუნებული ვარ, თუ ჯერ კიდევ არ უწევს, ძალიან მალე გაუწევს მსოფლიო დონეზე სხვა მსგავს პლატფორმებს. უღმესი მადლობა, თუ თქვენ სურვილი გაქვთ გამოხატოთ, ან დამატებით რაიმე გითხრათ, ან თუ დაგჭათ შეკითხვა, ან ენაგრამის გუნდს თუ სურს ბატონ რატის კიდევ გაგვიზიაროს თქვა თავის მოსაზრება სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. ასეთი პოზიტიური შეხვედრა მე არ მახსოვს. ასეთი არაჩვეულებრივი აუდიტორია, ასეთი გაღრმებული სახეები, ასეთი კარგი კითხვები, არ ვიცი, არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი და ყველას ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს. ყველას და თეა მაგარი ხარ. ასეთი ფანტასტიკური ღონისძიებების ორგანიზება რომ შეგიძლია. უღმესი მადლობა თქვენ ეს თქვენი დამსახურება. მე ვუსმენ ისევ თამარს ხედავ ულამაზეს მასწავლებლს და უსაყვარლეს ახიას. რა თქმა უნდა, მადლობა დიდი. უბრალოდ არ შემიძლია ისე დაგემშვიდობოთ, რომ მადლობა კიდევ ერთხელ არ გადაგიხადოთ და ჩემი მოსწავლების დატოვებული მადლობა არ გადმოგცეთ, ძალიან მოეწონათ და მითხრეს რომ უბრალოდ ვერ დარჩნენ ბოლომდე, ხა სულ 5 წუთი არის რაც გავიდნენ. მე არ ისმის ჩემი ხმა? ისმის. და ძალიან დიდი მადლობა შემოგითვალეს ასეთი კარგი პლატფორმისთვის და უკეთ მინდოდა რომ უბრალოდ მათი მადლობა მეთქვა თქვენთვის. უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთ საინტერესო ვორქშოპში მონაწილეობისთვის. ენაგრამს ყავს ძალიან შეყვარებული მომხმარებელი, ასე ვთქვათ, მასე შეყვარებული, იმიტომ რომ არის ძალიან ეროვნული პროდუქტი, სხვა რო არაფერი, ეს არის მართლა ძალიან ეროვნული საქმე, რომ ესეთი რამ გაკეთდა, ესეთი პლატფორმა გაგვაჩნია ქართველებს. სოფოს უსმენთ, ალბათ შემაჯამებლად გვეტყვის თავის მოსწავლეების და თავის მოსაზრებას. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. მართლაც ჩემ მოსწავლეების არიყოს ვიყენებთ მთელი წელია სექტემბრის შემდეგ სიმართლეს ვიტყვი და იმედი მაქვს გავაგრძელებთ მუშაობას და ველოდებით კიდევ საინტერესო სიახლეებს და მე და ჩემი მოსწავლეები თქვენს გვერდით გვიგულეთ თანამშრომლობაში. შეიძლება ბოლოს რაღაცას ვიტყვით, ანუ ეხლა ამ წუთას ვტესტეთ ერთ-ერთი მოსწავლესთან ნატალია ბოსკანიანი და ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ თვითონ იპოვა შეცდომები არასწორად დაწერილი ტექსტიდან გაასწორა, რედაქტირება გავაკეთა თვითონ სიტყვებს, რომელიც სიტყვების მნიშვნელობას მაგალითად არ იცოდა სწორად და ტექსტმა გაუსწორა. ნოდარ დუმბაძის ტექსტიდან ამოვიღო ფრაგმენტი, დაწერა და შეასწორა აქვე. და ძალიან მოეწონა, მაგრამ სხვენია რომ გამოჩნდეს და თვითონ გითხრათ მადლობა. შემოგერთებით დიდი პატივისცემით და სიყვარულით. უდიდესი მადლობა. დღეს ჩავერთეთ თქვენთან ვანის მუნიციპალიტეტის შუაგორას საჯარო სკოლა არის. სამწუხაროდ ტვინების კონკურსი დაემთხვა და რაღაცნაირად მობილიზება ბავშვების უფრო უკეთ ვერ გავაკეთეთ. მადლობა ენაგრამის მესვერთ რომ ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს აკეთებენ, რომ ეს ჩვენი მწირი რესურსიანი ქართული ენა, სამწუხაროდ მწირი რესურსიანი, როგორც ბრძანეს გარკვეული მიზეზების გამო, რომ ამ სივრცეში გაციფრულების თვალსაზრისით რაღაც მნიშვნელოვანი და წარმატებული გავხადოთ და ასე მგონია, მე ფილოლოგი ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და რაღაც დიდი საქმის თანამონაწილე გავხადეთ თქვენ. და
ამიტომაც არის ეს ღიმილი, როგორც ვამბობ ხოლმე, სამწუხაროდ ამ აზერილ სამყაროში ჩვენ ძალიან გვჭირდება ეს ღიმილი, მადლობა თქვენ აუცილებლად გიერთებით უფრო პრაქტიკული მუშაობებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ბავშვები ხვალიდან აი ყოველაფრის კურსში იქნებიან. მადლობა ბატონ ზაქარია ფაცხანიძეთან რომ შეგვეხმოდეთ და თქვენი დაანონსებული ყველა ვებინარის მონაწილე ვიქნებით და თქვენ გვერდით გვიგულეთ. მადლობა თქვენ. ამ სიტყვებისთვის ნათიას და მის მოსწავლეებს უსმენ უღესი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ და ჩემი მოსწავლეების სახელითაც. აი ძალიან გთხოვთ, ნათია მასწავლებელი, თუ შეიძლება რომ ეს გაღიმებული ბავშვების ხმაც გაგვაგონოთ და შეხვედრაზე ბატონ რატის კოტე, მარია, ბატონ ლევანს. უღესი მადლობა. ძალიან არაფრის. უკვე გავიარეთ რეგისტრაცია, ეხლა დანერგავენ თავიანთ კლასებში ეს მოსწავლეები და ასე რომ პატარა პრეზენტაციას გააკეთებდნენ სკოლაში, ჩვენი სკოლის ფარგლებში. ასე რომ უღესი მადლობა და კიდევ აქვს ერთ-ერთი მოსწავლე. მე ერთი კითხვა მოსანო ამ განახლებებზე რა შეიძლება რომ დაიბადოს საერთოდ სამომავლო გეგმები აინტერესებთ თუ არის ამის შესაძლებლობა აი რა იგეგმება მომავალში კიდევ დამატებით ძალიან კარგი კითხვა მუშაობ ენაგრამის ახალ ვერსიაზე სადაც თავარი გაიქნება რომ შეინახავს ისტორიებს. ანუ თქვენ რომ ეხლა ამოწმებთ ტექსტს, ხო, შეამოწმეთ და მე გადახვედით სხვა ტექსტზე, ამას კარგავს. ხო, აი როგორც ChatGPT-ს ან სხვას, ეს თქვენს ისტორიებს შეინახავს. დაშალოთ, მაგრამ რაც კი რამე გექნებათ ვარი და რაღაცა სულაში ეს დაგხვდება. ან აუდიოებზე იმუშავეთ, ხო? თვითონ ენაგრამზევე გექნებათ კაცავი. თქვენ სამუშაო სივრცეს თეგიქნი. ამი არ იქნებოდა. რებული ეს იქნება თქვენი სამუშაო. ეს იქნება უმთავრესი. კიდევ აპირებთ გეტყვით, კიდევ არსებითი რაც იქნება. გვაქვს აი მაგალითად ხმართ სჭირო არის, ერთი ძრავი გვაქვს გამოქვეყნებული. ერთი ვარიანტი, მაგრამ სხვადასხვა მოდელები არსებობს, სხვადასხვა მოდელები გვაქვს და მოგცემთ არჩევანის საშუალებას. ამოცანა სხვადასხვა შეიძლება დაჭირდეს. და აი ტული თქვენ გეკნებათ არჩევნის მაქსიმუმ. კიდევ ხომ არა გაქვთ შეკითხვები? მადლობა, წარმატებები და გისურვებთ. უღმესი მადლობა. მართლაც დაუვიწყარი შეხვედრა იყო ბატონ რატი დამეთანხმებით. ალბათ თქვენ უკვე ბრძანეთ ეს. არ ვიცი, ბედნიერი გავდივარ ამ შეხვედრიდან, ჯერ ერთი იმიტომ რომ ენაგრამი გაგვაჩნია და შემდეგ ის რომ ახალი თაობა ასე მიუდგა ამ თემას. დიახ. ძალიან პოზიტიური შეხვედრა. უღმესი მადლობა. ახონდის. აი ესე თქვენ. ახონდის ყველას. ახონდის დიდი მადლობა.